მოგესალმებით, მე გახლავთ გიორგი დარასილია და მინდა აუცილებლად მოვიგდო ყველა ის ადამიანის გასასწრელს აშინახათ, რაც თავარია. ყველა ის ადამიანი, ვინც ხართ პატიმრები და უცხოეთში მყოფი ქართველი და ყველა სასულიერო პირის, აი ხა დღეს მყავს ორი სასულიერო პირი, არაჩვეულებრივი ადამიანები, ჩემი მეგობრები და უსაყვარლესი და რაღაც უხუცესი ხალხი არიან, რომლებიც ძალიან დიდი ხანი არის, რომ ეკლესიას ემსახურებიან, ჩვენ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას და ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებიან რა და ეს ეხა მომივიდათ, მე ხო იცით არ ვამზადებ ხოლმე იმას, რომ რაღაცნაირად როგორ ვისწავლოთ ჩვენ ეხა დღეს დეფიციტური რაც გახდა ის, რომ ურთიერთპატივისცემა იმ ასაკის, იმ დაფასების პატივისცემა, რასაც იმსახურებს ადამიანი, როგორ ვისწავლოთ მე მამებს ხოვდი ამას, როგორც პირველ რიგში დავალოცინებ თავს და მკითხავ, რომ მომავალ წელს როგორ უნდა შევხვდეთ. მამა გიორგი დორეული, მამა მელქისედეკი უფრო დიდი ხანი არის, თქვენ 37 წელია უკვე სასულიერო პირი ბრძანდები და თუ შეიძლება რომ დაგლოცოთ და გვირჩიოთ მამაო, რამე აი რას გვისურვებ. ყოვლისა მივესალმები თქვენს მსმენელს ყველას, სრულიად საქართველოს ყველა მრევლს, ყველა მოძღვარს. დაროცული და კურთხეულიყავით ყველანი და უფლის მადლით დავეძლიოს ყოველივე განსაცდელი სულიერი თუ ფიზიკური. ეს იქნება ჩემი თხოვნა უფლისადმი, რომ სულიერი და ფიზიკური განსაცდელი ყველაფერი დავეძლიოს სიყვარულით და ერთობით. დიახ. აი რა ხერხი თუ შეიძლება, აი რა უნდა იყოს უპირატესი, რომ აი ამ ყველაფერს მოუგოთ. აი ლოცვა, მოწყალება, არ განკითხვა თუ აი რა, აი თქვენ რას გვირჩევთ როგორც მოძღვარი? ასეთ შემთხვევაში მხოლოდ რომ შემოვიფარგლოთ იმით, რომ უნდა ვილოცოთ და ლოცვით გვეშველება მარტო, კარგია ლოცვა, მაგრამ ლოცვას ფასი მაშინ აქვს, როცა არის მასთან ერთად შრომა. ეს შრომა უნდა იყოს სულიერობით გავრძნობილი, ამაში უნდა იყოს ჩაქსოვილი აუცილებლად მიტევება, პატიება, სინანული აუცილებლად. და აი მაშინ აღლოცვას ძალა, როცა ადამიანი შემოიფარგლება ამ სათმელებით. და არა განკითხვა ძმისაჩემისა, ხო? ეს ყველა დიახ. განკითხვა ძალიან იოლი თემაა. განკითხვა მე ასე გონია უფრო რომ ადამიანი თავის სისუსტეებს მალამს და სხვისი წარმოჩენა უნდა სისუსტეების რომ თვითონ უფრო ძლიერი გამოჩნდეს საზოგადოებაში, მაგრამ სინამდვილეში შესაძლებელი არ არის. გამკითხველი ადამიანი თვითონ ძალიან სულ მდგომარეობაში იგდებს ყოველთვის თავს. ეხლა მამაო, რამდენად აი გამკითხველი ადამიანის ლოცვა შეიწირვების, ან აი რამდენად აქვს ამ ლოცვას ძალა, როცა აი გამკითხვაში ხარ, სხვის რაღაცა ქილიქში ხარ, სხვის დამცირებაში ხარ, გონებით თუნდაც. აი ერთ-ერთი ცოდვაა ესეთი სწავლება ამაზე, რომ ადამიანი როცა ლოცვის დროს გონებით სხვა ფიქრებში, სხვა ლოცვის წინ უკავი და სხვაზე ფიქრობს. ჩვენ ურჩევთ ხომ რომ თავიდან გაიმეოროს ის ადგილი და ილოცოს, სადაც გონება გაეფანტა. თუ კი ადამიანი გონება გამფანტული არის ლოცვიდან, იგივე არის ფაქტიურად გამკითხველი ადამიანი, რომელიც ვითომ და ლოცობს. ასეთი ლოცვა შეიძლება, არ შეიძლება მე უფლის ვერ ჩავერე ვერანაირად, მაგრამ უნდა თვითონ იმ ადამიანმა იფიქროს, მისი ლოცვა შეიძლება თუ არა უფლის წინაშე. რადგანაც ის გამკითხველია. და თუ შეიძლება, ეხლა დაგისვათ კიდე ერთ კითხვას, სანამ მამა გიორგისთან გადავალ, რომ აი როგორ ვებრძოლოთ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა და ყველა ცოდვის თავი არის განკითხვა. იმიტომ რომ გონია რომ ჩვენ არ ჩავიდეთ და განვიკითხავთ სხვას ამ შემთხვევაში და მე შემდგომ ჩვენ უნდა გვემართება იგივე. აი ამ შემთხვევაში მამაო, როგორ შევიკავოთ თავი? აი მაქსიმალურად თორე სულ თავს ვერ შეიკავებ გამორიცხულება. აი რაღაც მომენტში აი ამ ფიქრებს და იმას რო არ ავყვეთ. საზოგადოებაში ტენდენცია ესეთი. დიახ. განკითხვას კი აღარ ახმევენ. იცით მე ვამხილე. რა თქმა უნდა ტყუილია. ამით უნდა მას თავისი ცოდვა გადაფაროს. განკითხვის ცოდვა გადაფაროს და ვამხილეს. ესე იგი უნდა წარმოაჩინოს თავისი თავი, რომ ის ძლიერია იმ პიროვნებებთან ამ პიროვნებაზე მეტად, ვინც რაღაც ცოდვას ჩადიოდა, ან ჩაიდინა, ან არა, ან რაღაც გააკეთა და მან ამხილა. და საზოგადოებაში ამ თავის სამეგობრო წრეში რომ იჭორავა ამ ადამიანზე, ან ამ ადამიანებზე
რომ განეკითხა ისინი ეს მას ცოდვათ რომ აღარ მისი ფიქრით რომ არ ჩაეთვალოს ამიტომ მან ამხილა ის ზოგადად ამხილა და რატომ არის ეს ცოდვა გეკითხება ცოდვა მასშია პრობლემა მის გონებაში არის და მის პიროვნებაშია რომ ხილება და განკითხვა ერთმანეთისგან უნდა განასხვავოს ადამიანმა როგორც ცოდვა და დანაშაული ისე დიახ და მამამ ხილებაც რამდენად შეუძლია ყველას მამო აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ყველაზე დიდი სიფრთხილე მათ უნდა გამოიჩინოს ადამიანმა ჩვენ გვაქვს ქართველებს ძალიან კარგი ზოგჯერ თმაჟელს არაჟთმასა ზოგჯერ თმისას დაშავდების შენ თუ ამხილებ ადამიანს ისეთი საზომით უნდა ამხილო რომ მას გული არ ეთკინოს ან უნდა იცოდე რომ ამხილებ მას თუ მას კარგად იცნობ ის მიიღებს შენ მხილებას თუ ის შენ მხილებას არ მიიღებს და მას ცუდად ჩაგიფროს ჯობია რომ გაჩერდე დაელოდო რაღაც გარკვეულ დროს და შემდგომ ამხილო ის მაგრამ ამხილებასაც თავისი სახარება წმინდანები როგორ გვასწავლიან ამხილე თუ გაგიგო გიხარდეს შეგიძენია ძმა თუ არა მე საზოგადოებასთან ერთად ამხილე თუ გაგიგო გიხარდეს შეგიძენია ძმა თუ არა მე ტაძართან და თუ გაგიგო გიხარდეს შეგიძენია ძმა და რომ არ გაგიგოს დაკარგავ მას ხო ამიტომ ხილებაში და ძალიან ისე უნდა იყოს ბეწვის ხიძე გადიხარ ფაქტია რომ დაკარგვის ადამიანის და თან მამაო რა არის იცით აი ყველაზე ის რაც არის აი ხილების ამბავში რომ რაღაცა მომენტი არის რომ შენი ხიბლიდან გამომდინარე არის ამხილა ეხლა შეიძლება ვიღაცა ამხილო რაღაცა მწვალებელი თუ არის რაღაცა მაგრამ ეხლა პირადი ადამიანის რაღაცა დანაშაული შე რო იქ დაადგე და ამხილო ეს არ იქნება მე მგონი სწორი რაღაცები არის რაშიც შენ ცხვირი არ უნდა ჩაყო აი ხანდახან არის ხოლმე მხილება რომლის უკანაც დგას ის რომ შენი ამპარტავნება და შენი ის მე ხო ეხლა მოძღვარი არ ვარ მე ერის ხალხს ეგეკითხებით ხო ხდებით აი ესეთი რაღაცა ნუ მას ეყოლება მოძღვარი ასე შემდეგ და ის თავისას გაარკვევს ხო ანუ აი რამდენად უნდა ჩავერიოთ მამო იმიტომ რომ ხშირად ხდება ხოლმე რომ ის მამხილებელი მე ცოტა ხანში არავის არ მოწონს და გვერდზე იწევს წეგანას ვთქვი და გამეორდი ახლა გიორგი თუ ამხილებ ჩვენ ადამიანს არ არის ის აუცილებელი ეს მხილება რომ პირდაპირ საზოგადოებასთან ერთად ვამხილოთ მოდი ჯერ მას პირადად გავესაუბროთ და პირადში ვამხილოთ ის და აუხსნათ რომ რა იყო ის რაც მე დამორყვა შენში ვინე მამა შენ საზოგადოებასთან ერთად იტყვი და შეიძლება ამ პიროვნებას ის არ მოეწონოს რომ საზოგადოებას გააგებინ შენი ის მხილება მისთვის ხილება კი აღარ იქნება დამოპრობლემებელი იქნება ამიტომ იმ ხილებაში ძალიან დიდი საზომი გვჭირდება ჯერ პიროვნებას დაველაპარაკოთ თუ გავიგო შემთხვევაში მამო ამის უკან სულ რაღაც ჭორაობა და აი ამ დონის დგას ხოლმე და საერთოდ მორწმუნე თავი უნდა შეიკავოს ამის რა ყველა ვარიანტი იმიტომ რომ გადაგიცდება ვერ დაიტევ და აუცილებლად ვიღაც საწყენინებ და თუ რაღაცას აწყენინებ ადამიანს რაც არ უნდა სიმართლე იყოს მამო მეორე ხარისხოვანი არის თუ ადამიანს გულსა ყველაზე კარგი ადამიანში არის ბოდიში აბარა შეგნებული ბოდიში ყველაფრის გამოსავალი და ყველაფრის დამლაგებელი ზუსტად ყველანაირი სიტუაციის ყველა ბზარს აწევს რა თქმა უნდა მეც ხშირად მოსულია ჩემ რევთან ურთიერთობაში რაღაც გავხუმრები ვარ არ მოწონებია ჩემ რევს უთქვამს მე ბოდიში მომიხდია რომ მე ვხვდარ რომ მე რაღაც ვატკინი ამათ მე რომ გავეხუმრი ამას არ მოეწონა გული ეთკინა კი ყველაზე კარგი არის შენი სიტუაციის გამოსწორება კი არა დალაგება ის რომ შეგნებული ბოდიში მოუხადო და უფრო მეტად შეიყვარო ის ადამიანი და შეუყვარო რასაც შეიძენ უფრო მეტად რა თქმა უნდა დიდი მადლობა დიახ ძალიან დიდი ბოდიში აი ამ თემაზე კი ახსოვს ახლა ხო ესეთი ესე რაღაცა მოდაში შემოვიდი ერთი პერიოდი რომ მე სიმართლეს ვლაპარაკო და არ მაინტერესებს ვის ეწყინება და ერთხელ უწმინდესმა თქვა რომ რადგინდა ეგეთი სიმართლე თუ ადამიანს დაკარგავ უმთავრესად ხო ადამიანია ყველაზე მთავარი არა და თუ ადამიანს დავკარგავთ ესეთი შენს თავზე მეტი საღება ამის ხარჯზე არ ახერს ძალიან დიდი მადლობა მომო ისეთ ლამაზი დანამატისთვის ოღონდ თქვენი წარდგენა მინდოდა აუცილებლად ხა მამაოს
რო არ თქვა, რომ აი რა ვიცი, მამა უყვარს ყველას აბსოლუტურად, მთელ საქართველოს და ძალიან დიდი მადლობა მამაო, რომ ხართ ესეთი ადამიანი და ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა და თქვენ ოჯახიანად, მამაო, ხო არიან, რომ რაღაცა შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც რაღაცა თვითონ არის მარტო კარგი, არის ადამიანი, რომელიც მის ირგვლივ ორი კაცია. თქვენს ირგვლივ მე ჯერ ცუდი ადამიანი არ მინახავს და მადლობა ღმერთს. დიდი მადლობა მამა. დიახ და თქვენ ოჯახს, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მოვიკითხავ, დიდ მადლობას მოგახსენებთ და თუ შეიძლება მამა, აი ამასთან დაკავშირებით ხა თქვენ წინათ ბრძანდებოდით მამა იოსებთან ერთად იყავით, რომელზეც მამა მელქისედეკი ძალიან ბევრი იშრომა, რომ ყველაზე მაგარი რაც აქვს ჩვენ ეკლესიას, რომ მისი სულის უკვდავს აყოფათ ამ ქვეყნად. რომ ყველაფერი გააკეთა, წიგნი გამოუშვით, რაღაც პრეზენტაციები იყო ისო, მამაოს არ ვეკითხებ შეგიძლიათ, იმიტომ თავის თავზე არ იტყვის მამაო და დიდ მადლობას მოგახსენებთ მამა მელქისედეკ იმისათვის, რომ აი ესე გვერდში უდგა ხართ იმ ადამიანებს, ვინც აი ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანი ამ ქვეყნიდან წავა და ის მაინც რო გახსოვს რა. მან კი დატოვა, მაგრამ ბევრმა დატოვა, მაგრამ ბევრი არ ახსოვთ მამაო და დიდი მადლობა ამისათვის თქვენ აი განსაკუთრებული სტუმრები ჩემთვის მაგიტომ ხართ რა და თუ შეიძლება მამაო რას დაამატებ აი როგორ უნდა ვიცხოვროთ მამაო რომ გარდავიცვლები და ამ ქვეყნად ისევ დავჭრეთ აი როგორც მამა იოსები და ასე შემდეგ ბევრი ადამიანი ისეთი კარგი დიდი მადლობა მე უპირველეს ყოვლისა მინდა ერთი რამე რომ შენი გადაცემებია რა ძალიან საინტერესოა მე თვითონ ხო მოძღვარი ვარ ხანდახან მოდელში არის ხოლმე ესეთი რაღაცა აზრი რომ ეხლა მე სხვა მოდელი ვარ და რა უნდა თქვას იმ მოძღვარმა ესეთი მაგრამ ხო რაღაც ის მაგრამ მე ძალიან დიდი სიამოვნებით უსმენ ხოლმე და მინდა ყველა მოძღვარს მადლობა უთხრა რომლებიც აქ ბრძანდებოდნენ ან არ ბრძანდებოდნენ და რო ვუყურებ ხო მე უფრო და უფრო ჩემში ჯდება ეს მტკიცებულება რომ საქართველოს ეკლესია არის ძლიერი განათლებული წიგნიერი და ვაშკაცი მოძღვრების ეკლესია. მადლობა ვწირავ ყველას. აი გუშინ მამა ალექსანდრე იყო ბოლქვაძე. სასწაული, ჩემი სასწაული. რა ვიცი, ხშირად არიან მამა ხა საერთოდ როგორ ჩამოთვალო, მაგრამ ეხა მამა ალექსანდრეს ეკუთვნის თავისი კაცობით ეხა ბოლო სამედიშვილის მამაა და ეკლესიასაც და სამშობლოსაც ბევრი რამე შეეძინა და აქედან გამომდინარე მე მინდა ვთქვა რომ ზოგადად რა არის ძალიან ხშირად ფიქრობთ ეხა ჩვენ და იცი მე რას უყურებ გიორგი რომ დღეს ისე მიდის აი ეს ტენდენცია მით უმეტეს ამას ტელევიზია, პრესა, ინტერნეტი ისე უწყობს ხელს, რომ თითქოს თანამედროვე ადამიანი ისე ცხოვრობს, არ მოღვაწეობს, ისე ცხოვრობს, თითქოს გარდაცვალება აღარ არსებობს. თითქოს აი ამ ყველაფერზე ყოველდღიურობაში ჩვენ რასაც ჩავიდენ სიტყვით და საქმეთ, ხო? თითქოს პასუხი არ უნდა ვაგოთ ღვთის წინაშე. გესმის არა და თუ არიან მლოცველი ადამიანები, ხო, თუ არ არიან, ყველა მისის მლოცველმაც და არამლოცველმაც ვიცით რომ ადრე თუ გვიან ჩვენ უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე. და აი ძალიან ხშირად ხადაგებ ხოლმე ამას ვიცი რას რა თანამედროვე ადამიანმა ერთი რამე შეიძინა. ანუ ნახე უკრძალველობა, ეს რას ნიშნავს? დაკარგა კრძალვა. სუსტ. დაკარგა კრძალვა. ნახე როგორი ეპოქა იცი დღეს ყველაზე მთავარი. ხო, ნახე როგორი ეპოქა ყველა მართალია. ყველა მართალია. ოჯახში ყველა მართალია. აი ეკლესიაში ყველა მართალია, თქვა და რაღაცა სტრუქტურაში საერო გულწრფელს სამსახურში მიდიხარ. ყველა მართალია და აი ეს კლავს სიყვარულს. ქრისტიანობა რა არის? ყველაზე დიდი ცნება რაც არის, ხო? ცნება რა თქმა უნდა მრავალია, მაგრამ არის ის რომ სხვას ისე მოეკეცი როგორ ჩვენ გინდა სხვა მოგექცეს. გამიგედა. აი იცი როგორ არის რომ სხვას რო გულს მოუკლავ. მე პირდაპირ ვაგე პასუხს ამ სხვაზე. ქრისტიანობა არის თამდაბლობის რელიგია. რა თქმა უნდა. მამებიც ამობენ ამას, ხო? მე ვინა ვარ ჩვენ ეკლესიაზე სწავლებაზე ვდგავართ ახლა თანამედროვე მოძღვრები, ხო? სახარება და წმინდა მამათა ქადაგებები და ქრისტიანობა არის სიმდაბლის რელიგია და ის რაც აბსოლუტურად ის რაც უყურე სხვა შენიდან ადგენს გულს როცა შენ შეგიძლია შენი სიტყვით შენი აი რაღაცა ბოდიში ხდი უჟმურობით გამიგე შენი რაღაცა აი თამამის სიტყვით ესმის ვიღაცას გული მოუკლა მე პირდაპირ ვამბობ რომ აზრი არა აქვს ამ დროს მე შენ პირჯურის წერას რაღაცა მე დილას აღამოს ლოცვას და საინტერესო იცი რა არის აი მამებიც ამობენ ხოლმე რომ ჩვენ ადამიანები ერთმანეთს აყენებენ შეურაცხყოფას
ერთმანეთს მოუკლავენ გულს, ისე რომ აი რო იტყვიან უხეშად რო არ გამიდა დაბადებას დააწევრინებენ და აღსარებას მიდიან სხვა მოდელთან აუბენ. ამ დროს მე ვრჩები იმ ცრემლიანი ისეთი ცრემლის სავსე, ისეთი გულის ტკივილის სავსე გამიგე რომ ხო ვიცი როგორია რა რომ სიტყვამ შეიძლება უფრო მეტი გააკეთოს სულით და დაკოდილი განიკურნებაო და სიტყვის დაკოდილი არა. ხო და აი ეს არის მე ვიტყოდი რომ დღეს მithumetes აი ამ ქაოსურ ვითარებაში მე ყველას თხოვდი მოზარდებს, დასრულებს, მოხუცებს, დიდებს რომ ჩვენ მომავალს მივცეთ იმის მაგალითი რომ ყველანაირ ნიუანსში ჩანდეს რომ ჩვენ სხვაზე ფიქრობთ. უწმიდესი რა რას ამბობს? როდის აქეთ ამბობ? აი ამბობს უწმიდესი რომ ჯერ კიდე 2-3 ათეული წლის წინ ამბობდა ქადაგებაში რომ ეხლა ისეთი მძიმე დროაო რომ ისეთი დროაო რომ ერთმანეთზე ფიქრით უნდა გავიტანოთ ეს წოთი სოფელი. იმიტომ რომ ნახე როგორ არის რა არის რომ როდესაც ნახე მოციქული ამბობს ურთიერთარს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ და ჯული ქრისტესი და მე ყველას ვეუბნები ჩემს სულიერ და ხორციელ შვილებს ოჯახს მეგობრებს რომ ბიჭო რომ მოდიხარ მეგობრობაში მოდიხარ თუ გინდა შვილი ხარ თუ გინდა მეუღლე ხარ თუ გინდა დიდი ხარ თუ პატარა ხარ თუ დედმამიშვილი ხარ თუ მრევლი ხარ მეზობელი ხარ ტვირთად კი არ უნდა დაგვაწვე ან მე შენ ან პრობლემა კი არ უნდა შევუქმნათ უნდა შევუმსუბუქოთ გამიგე ხო და აი ამას ამბობს არა მარტო მოციქული უწმიდესი სულ ამას ბრძანებს რომ ერთმანეთს გვერდში დაუდექით ერთმანეთს დაეხმარეთ გამიგე და ეხა შეიძლება დილას ადამიანმა ისეთი სიტყვა გითხრას რომ არა მარტო ის დღე მთელი კვირა ჩამწარებული იყო რა გამიგე და აქ უკვე არანაირ ქრისტიანობასთან ჩვენ შეხება არ გვაქვს ხა თუ ჩვენ ქრისტიანობა ის გონია რომ შთაფლით მოვინათლეთ ამ პირიქით ან არ მოვინათლეთ შთაფლით და ვიღაცა უბრალოდ მირონი გცხობ ეს არა აი ნახე იგივე თემა ეხა მე ცოტა გაგავთამამდები რომ გონია დღეს მამო ბატონო ეგ გონია ქრისტიანი ხო და იგივე აი მრევლს მინდა უთხრა ძალიან ხშირად ვეუბნები აი მაგალითად ნახე ივანე ოქროპირი ამბობს შენ შეიძლება ყოველ დღე დადიოდეო ტაძარში მაგრამ საერთოდ არ იყო ქრისტიანი საერთოდ არ იყო ქრისტიანი საერთოდ ქრისტიანობა რა არის ქრისტიანობა არის კულტურა ცხოვრების წესი ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი თორე ეხლა არის აი მარხვის პროცესებია ხო მარხვის დღეებია და მარხვის ჟამია და აი ერთ-ერთი მამებს უამრავ მამებს რამდენი რამ უწერია მაგალითად ხო და მარხვა ეხლა ვიღაცას გონია რომ მაგალითად შეჭემწვარი კარტოფილზე იქნება და ხორცგან თავს შეიკავე მაგრამ ერთ-ერთი მამა ამბობს რომ შენ შეიძლება არ მიირთვა ხორცი მაგრამ შეჭამო შენი ძმა მაგრამ ჯობია რომ მიირთვა ხორცი და სისიყვარული მისცე რაღაცა იმისი ტვირთი იტვირთვა მთელი ქრისტიანობა ეს არის მიტვირთე რა ჩემი ტკივილებით ჩემი რაღაცეები და გაითვალისწინე ის რომ შენ თუ დღეს მაგალითად უხასიათოდ ხარ ამ პირიქით კარხასიათზე ხარ ჩემში შეიძლება პირიქით რაღაცა ხდება ხო რა და გამიგე ასე რომ ქრისტიანობა იცი როგორ არის აი ქართველებს აქ ხო იცი სწავლაო სიკვდილამდეაო ქრისტიანობაც ესეა უნდა დაიწყო თამდავლობით უნდა დაიწყო იმით რომ იცი თუ არ იცი რას ნიშნავს ქრისტიანობა დუმარება უნდა ისწავლო უნდა ისწავლო ის რომ სხვას არ უნდა ატკინო გული და აი ამ თავშეკავებით როგორც უკაცრავად ამ სიტყვაზე გამოიწრთო თავიდან ბოლომდე და როგორც მე ბოლოს უკვე ბოლოს თუ ღმერთმა დაგვაბერა როგორც წმინდა ივანე ოქროპირი ამბობს უნდა თქო დიდება და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის რა მე ვფიქრობ რომ ძალიან ადვილია ქრისტიანობა ძალიან ადვილია სიყვარული უნდა კონდეს და იტვირთო მოყვასი დიახ და მამო თუ შეიძლება ჩაგიკითხებით აქ რო წეღან ისეთი ძალიან ლამაზი საუბრის გამო კითხვა გამიჩნდა ესეთი რომ ჩვენ ერთმანეთის მართლა ტვირთის შესამსუბუქებლად გავჩდით და ამ დროს პირიქით ვამძიმებთ ერთმანეთს აი ღმერთმა ხო აი ღმერთის ჩანაფიქრი იყო რომ მე გამაჩინა მამა გიორგის გვერდით რომ მამა გიორგის გაუიოლო ცხოვრება გაულამაზო გაუხალისო და მე პირიქით გიბნელებ ცხოვრებას გიფუჭებ რაღაცა დღეებს და ასე შემდეგ ანუ ამ შემთხვევაში ეს ჩვენ შეგნებული არ გვაქვს თორე შეგნებული ადამიანი ამას არც არ გააკეთებს ხო ბოროტი რო ხარ ნუ შეგნებული რო კონდეს წარმოიდგინეთ მამო რამხელა სიბოროტე გამოგზა ერთ ღმერთმა პირიქით სხვა მისიისთვის გაგაჩინა ხო ამ შემთხვევაში მამო როგორ შეიძლება რომ ეს შევამჩნიოთ და ეს გამოვასწოროთ აი ხვალე დილიდან როგორ დავიწყოთ ის რომ აი დილას ვიღაცა რო იღვიძებს და რაღაცა ბაბუამის ეჭხურება სიტყვაზე აღარ ეჭხუროს ან შვილს რო ეჭხურება აი როგორ გამოვასწოროთ მამო
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა გიორგი, რომ საკუთარ თავში უნდა ჩაღრმავდე. აი ნახე როგორ არის მამები რასაუბრობენ, აი წეღან მამა მელქისედეკ უთხარი, აი განცდა ითვის და ცოდვად. ეს ყველაფერი საიდან მოდის? ამ პარტავნებიდან. უწმინდესი რას ამბობს? მამები რას ამბობენ, ხო? თავიდან ბოლომდე ჩვენი ეს ჯული სახარება რას ამბობს, რომ ამ პარტავანს ამ პარტავანს შემოსრავს უფალი თავდაბალს მისცემს მას. მე წეღა რა თქვი, რომ უკრძალველობა ეს არის ამ პარტავნება. რა გითხარი, ყველა რომ მართალია. და არავის არ აქვს იმის სურვილი, რომ ჩავღრმავდე მე სიტყვით, საქმით, აი წეღანასაც თქვი, ხო? ჩამონათვალი ამ აღსარებების და ამდენი ტალახის და ამდენი ჭუჭყის მატარებელი რო ხარ და ძალიან დიდი ბოდიში, აი მე მინდა ვთქვა, ერთხელ მონასტერში ვიყავით და ადრე მამა სერაპიონი იყო, ახლა მამა იოანი არის და გამოვედით, გამიგე რაღაცა და დაბადების დღე მიულოცა ხალხმა და ამბობდა რა, ერთ-ერთი ცოდვაზე გაამახვილა ყურადღება, რომ არ მინდა ეხლა თქვა, რომ აი როგორი, აი იმ ცოდვის სუნი დგასო. ეხლა ჩვენ არა ვარ სულიერ სიმაღლეზე ასული, თორე ყველა ცოდვით ადამიანი ყარს. ყარს. აი ერთ-ერთი ბროშურა არის, რომელ ცოდვა რა დაავადებას იწვევს. ყველა ხორციელი დაავადება მოდის ცოდვისაგან. ჩვენ უბრალოდ ამ ყველაფერს ჩამოვშორდით და ძალიან მიწიერები გავხდით. მით უმეტეს აი ისე აჩქარდა დრო და ჟამი, ისე აჩქარდა და აი ამ აჩქარებულ რიტმში აჩქარებულად დაშორდა ადამიანი ღმერთს, აჩქარებულ, აი წეღანასაც თქვი, ხო არის მარხვა, ნახე, მრევლსაც კი აი მრევლი რო ქვია, აღსარებელი როა და მაზიერებელი როა, შენდობას თქო, მაგრამ ეს არება სახარების კი კითხვა. აი რო გააჩერო მაგალითად აღსარებელიდან 10-დან 9 კაცი გეტყვის, რომ ბიბლიის წარმოდგენა არა აქვს საერთოდ რა არის. არ წავუკითხავთ, გამიგე? ხო და აი ეს ყველაფერი მაცხოვარი სახარებაში ამბობს, რომ ისწავლეთ ჩემგან რამე თუ 7 ვარ და დაბალ გულითა. აი ეს არის, ნახე, 7 ვარ და დაბალ გულითა. და დღეს ნახე რა ხდება? მრისხანება, ამპარტავნება, ანუ პირიქით საწინააღმდეგო ცოდვით შემოუტია იმ წეულმა. ეშმაკმა გამიგე და ადამიანს ყველაზე მეტად ნახე რა უჭირს გააზრება. აი მე ჩემს შვილებს ვეუბნები ხოლმე რა. და მეგობრ ვისთანაც ხელმწიფება რომ ეს თქვა რომ ორი რამე იფიქრეთ მეთქი ცხოვრებაში. არ იჩქარო და იკითხე. რაღაცა საკითხი რო გაქვს, ყველას ვეუბნები კაცო, აი უწმინდესიც კი რაღაცა სასაკითხები რო იყო, მინიმუმ 3-4-7 მღვდელმთავარს მოუხმობს ხოლმე და წამოწევდა ამ საკითხზე. ეხლა მოდის თაობა გესმის რომ წეღანასაც კიდე ბოდიში რომ მეორდები რომ აი ყველა მართალია, არანაირი კითხვა არ უნდა. არანაირი ეჭქვეს არ აყენებს მის აზრს. კითხვის და რომ ხო შეიძლება რაღაცაში ცდებოდი. არა, ესენი არ ცდებიან და ეგ არის სავალო. აი მაგითო გეუბნები და ძალიან ხშირად აი ყველას ვეუბნები, ჩემი კიდე ერთხელ მეთქი ხორციელ და სულიერ შვილებს და მეგობრების შვილებს რომ უწმინდესი ამბობს მეთქი რომ მიიბრძანდით თქვენ მშობლებთან, დაუჩოქეთ, როცა კურთხევა აიღეთ, ხელზე ემთხვიე და ვეუბნები, მაგაც ხო არავინ არ აკეთებ. უბრალოდ სახელთან რო გადიხარ, თქვი რომ სად მიდიხარ და როდის მოხარ. სად მიდიხარ, როდის მოხარ. ეგეც ახალგაზრდებს არ უნდა. იმიტომ რომ მიგიკითხება შენ დღეს. აი ეს რაღაცა ეს ტენდენცია ეს, ავიცი რა დავარკვათ ამას მე არ ვიცი და აი როგორც კი ჩვენ ეხლა ნახე, ჩვენ ეხლა აი მამაო არის რა ვიცი 60 წლის ხდება ცოტა ხანში. 63 და დღესაც მართლა დღესაც მე ჩემი უდიდესი მეგობარი და შემოვლე ამ კაცს და დღესაც დედამის უყურებს თვალებში. მე ვარ 41 წლის და რა ვიცი ყველა მიცის რომ მამა ჩემთვის რა ვიცი ყველაფერია შენ ხო იცნობ და შენ ხო იცნობ. როგორია ჩვენი ძმა არის. მოდის თაობა რომ არაფერს არ წარმოადგენ. ესმის და ყველაზე მეტად აი ადრე მე თქვი ეს რომ ამერიკელებაო ჩაატარესო გამოკითხვაო და აღმოჩნდა რომ ყველაზე უხუცესები არიან საქართველოსშიო. რატო ვიციო? იმიტომ რომ ქართველი კაცი თავის შობერს ფუნქციას არ უკარგავს. ყოველთვის საჭირო ხარ, ყოველთვის ავტორიტეტი ხარ. და აბა შენ წარმოიდგინე რომ შედიხარ ოჯახში, შედიხარ წრეში, სადღაც შენ სამეგობრო წრეში, შედიხარ მრევლში, შედიხარ ეკლესიაში, შედიხარ სამსახურში და აბსოლუტურად გინდა მოსულხარ, გინდა არ მოსულხარ.
სხვადასხვა ეხა მე ხო ის ეხა მთის კაცი ვარ და მაგაზე რო არ მიხვი და გაიხარდებათ. მაგაზე ერთი ის მახსენდება ერთი კარგი მთიული პოეტი ამბობდა ნახე როგორი თემა რომ უკვე აღარ არსებობ ჩემთვის დიდი ხანია შენი ყოფნა ამ ქვეყანად არც წყინს არც მიხარიაო აი ამ მდგომარეობაში რო ხარ მოგეხება ბოლო დაბერდები აბა მარა მოგივა და აი ეს ჩვენ თაობა საბედნიეროდ ღვთისმადლ და ღვთისწყალობით გვააკიდე გამიგე თუმცა მე მინდა უთხრა ჩვენი შვილების თაობას რომ ისწავლეთ ჩვენგან და მაგალითი აიღეთ რომ არა მარტო შენი ხორციელი მშობელი, უფროსი თაობა შენთვის იგივე მშობელია. თუმცა ამბობს უფალი რომ პატივეცი მამას და დედას ეს მარტო შენ კონკრეტულ მამას და დედას კი არ არის. ხო? ქართველები ნახე რა საინტერესოა ჩვენ ვეზახდით დიდედას, ბებოს ერქვა დიდი დედა. ასევე აი ჩვენი პაპებები, ჩვენი მშობლების როგორ თქვა, აი სახე იყო და დღეს ეს ყველაფერი იკარგება გიო და მე იცი როგორ არის გენაცვალე შე რომ მე ჩვენ მდგავარ და ვამბობთ რომ ვართ ქრისტიანები და რეალობაში კიდე ერთხელ მინდა თქვა რომ ქრისტიანობა არის თელი შენი ცხოვრების კულტურა იმის იქით რასაც გინდა იძახო ხო აზრი არა აქვს აბსოლუტურად რა და რა ვიცი აი ესეთი ყველაფერი ეს საფეხურებივით მიდის გიორგი ამას თუ შენ თავს უფლებას მისცემ მე იმის უფლებას მისცემ მე იმის უფლებას მისცემ და მე შეიძლება თქვა რომ რა მამა ჩემი რა დედა ჩემი რა ილია მართალი როდის ამბობდა ერის დაცემა და უკაცრავად გათახსირება როდის იწყება ესა ის გახსნა გათახსირება როცა ივიწყებს ფაქტობრივად თავის წინაპარს ხო თავის ისტორიას თავის წინაპარს როგორ მოვიდა, რითი მოვიდა, თუ მადლი არ არის? თუ ნახე წინასწარმეტყველებაც ხო არის, რომ ბოლო ჟამს რა თქმა უნდა იქნება მრავალი ეკლესია, მაგრამ არ იქნება რა მადლი. წეგანასაც ვთქვი, მადლი ვის აქვს? თამდაბალს. ხო. თამდაბალს. ხო, თამდაბალს მოსცეს მადლი. ამას გვასწავლის უწმინდესი მთელი 57 წელი და გვასწავლის იმას, რომ იყავით თამდაბალი, უბრალონი და ამისი უმთავრესი მაგალითი არის თვითონ უწმინდესი ძალიან ხშირად მithქვია რა როცა აი მაგიდასთან დავარ ბიჭო პატრიარქი არის თამდაბალი და შენ რა გაზრდეს მიზეზს რომ იყო ამ პარტავ და ვინ ახარ პატრიარქს დიდი კაცი ხომ არ არსებობს აი ამ თანამედროვე ეპოქაში ხილულ სასამყაროში არანაირ კონფესიებს არ ვეხები ხილულ სამყაროში ხა მე ვსარგებლობ შემთხვევას და რა თქმა უნდა დიდი სიყვარული დიდი პატივისცემით ვულოცავ ჩვენს უწმინდეს აი ამ აღსაყდარების 47 წლის თავს ეს ესე იქნება ალბათ ჩვენ აი 2024 წელი გამოცხადებული იყო პატრიარქის საიუბილეო წლად და აი ახლა მოდის იანვარი ასევე პატრიარქის ამ სამზეოში ასე ვთქვათ მთიულად მოუწევს სამზეოში მობრძანების 94 წელი ხო და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ პატრიარქი არის ჯილდო ამ სამყაროსი და ეს არის კიდე ერთხელ მინდა თქვა ნიმუში როგორი იყვნენ ჩვენი დიდი წმინდანები არა მარტო წინაპრები წმინდანები და როგორ შეგიძლია შენ მიაღწიო თუ დაუკვირდები პატრიარქის ცხოვრებას მიხვდები როგორ შეგიძლია მიაღწიო დიდ სულიერ სიმაღლეს მაგრამ კიდე ერთხელ მინდა თქვა მიტევებით და თამდაუბრებით აი მე ერთ რამეს გავიხსენებ კახეთში ვიყავით გიორგი შენ იცი რომ მე მქონდა ღმერთსაგან ეს ბედნიერი წლები 12-13 წელი რომ პატრიარქთან ვიყავი და კახეთში ვიყავით ხო და ვიცი მაინც უნდა შემეკითხო ბოლოს რაღაცა გაიხსენეო და მე თვითონ დაგასწრებ და მოკეთ რა მნიშვნელობა აქვს რომელ კონკრეტულად რომელ ეპარქიაში ვიყავით კახეთში 4 ეპარქია და საღამოთი შევიკრიბეთ რა მე მაშინ სიკაროსანი ვარ და მამები შაიყარნენ მოკლედ როგორც იტყვიან ბუხართან ციოდა და მოიკითხა უწმინდეს მე ერთ-ერთი მოძღვარი თქვათ რა ვიცი თქვათ ამ მოძღვარს მამა დავითი ქვია თქვათ ისე რა არ მიდეხა ხო და ეს ეხა მამებმა დედებმა ვინც ახლოს იყო თქვენს რომ აი უწმინდესო კიდე ერთხელ თქვა ვამბობ რომ სახელს ისევ არ არის სწორი ხო გადატანის მნიშვნელობით აი მამა მელქისედეკი თქვა მაგრამ რო სხვანაირად არ გაიგოს მამა დავითი არ გავიგო ხო და იყოს მამა მელქისედეკი ხო და სად არის მამა მელქისედეკი და თქვა ეს რომ მამა მელქისედეკიო აიო სვაოსო ლოცვას აცდენს ხოლმეო მართალი არ ამისეო შემზე ხო და გითხარი მამა დავითი მეთქი არა თქვი მელქისედეკიო და მამა მელქისედეკი ხო და უთხრეს რომ ესეო და ამოთხრო უთხარით რომ მოიდესო ხვალეო წირვაზეო
ხო და ყველა ეხლა მოლოდინშია რომ დააშციო საყვედურში და ხა წიწილვის შემდეგ ქადაგებს უწმინდესი და თქვა რომ მამა მელქისედეგი დაჯილდოებულია ოქროს გამშვენებული და მიტრის ტარების უფლებით და აი ეს იყო აი როგორ თქვა შოკი იყო იქ ყოფთათვის არავინ არ მოელოდებოდა ამას და მე ხმამაღლა ვიტყვი რომ არც ერთი ქვეყნის პატრიარქი ამას არ იზავდა არც რიგითი მღვდელმთავარი არ იზავდა მაგას ისეთი მთელი 2 საათი იყო რომ აი ეს ეხდება პანაშვიდს არ ეხდა წირვა ჩაგვდა და მე პატრიარქი მეცხოვე ეს უნდა იყოს შენი სიმდაბლის მიზეზი და მე დამიჯერე რომ ის მოძღვარი გახდა ერთ-ერთი სამაგალითო მოძღვარი გამიგე აი ესეთი შანსი უნდა აი ესეთი სიმდაბლე და უბრალოება ეხლა ამ შემთხვევაში არ იტვირთა უწმინდესმა ის აი ეს მოძღვარი უწმინდესმა თელი საქართველოს იტვირთა და სამყარო მაგრამ აი ესეთი დამოკიდებული ხა მამაოც ამბობდა წეღან რაღაცა ხილებაზე და გაგანკითვაზე გამიგეთ არ არის აუცილებელი რომ ზოგადად ეხლა იცი როგორი ტენდენცია რომ ძალიან ბევრს იღებს ადამიანი თავის თავზე ორი წიგნი რომ წაიკითხოს ანატე всё რამე თუ გაიგო გონია რომ მე ვიცი ყველაფერი და ამ დროს კიდე ერთხელ მინდა თქვა რომ აი რაც გითხარით წეღან რა მნიშვნელობა აქვს ისეთი სიმართლეს თუ ადამიანს დაკარგავ თუ ადამიანს მოუკლავ გულს. კაი, მე მოგიტევებ შევრიგდები, მაგრამ იმ ჭრილობას ხო აღარაფერი აღარ გაამხელებს. გამორიცხული. მართალი ბზანდები ხო, ესეთი რაღაცეებია და მოკლედ ქრისტიანობა არის ძალიან მარტივი, ეს არის თამდავლობის რელიგია. ოღონდ ძალიან რთულია თუ არ ხარ თამდავალი, მამა. აბარა მაგას ვუღებ. ამპარტავნობა. მე შეხება ამპარტავან ადამიანი და როცა აი ამპარტავან ადამიანი როგორ არის, ცირო მე რო არ ვიყო არ ამოვამზე ამ ქვეყანაზე და არ გინდა ეხლა იმას უკასრავად ამ სიტყვას და უგორო ეს კოჭი და როგორ არის რომ ამპარტავან შემოსრავს ხო ამპარტა უწეს მაგას არ ამობს რომ ამპარტა უწეს ამობს ბიბლია გვასწავლის რომ ამპარტავან შემოსრავს უფალ და თამდაბალს მისცემს მადლს და ამას დიდი სიხარული აი მაგალითად უკასრავა და ჩემი სიმდაბლით უკასრავა შენი სიმდაბლით რომ მე მომიტევებ იმას მიუტევებ და მე შენ თუ ხა კმაყოფილი რა აბარა მამა წამიგეთ რომ მოვა და ეხა ირო ლაპარაკობთ ეხა მამა იოსები ეს დიდი ადამიანებიც კი ვერავინ ვერ ჩამქვეყნეთ რომ მოვა და აღარ ვიქნებით და რატო ვაწყენინებთ ერთმანეთს რაღაც აი უნიშნელო რომელიც აქ რჩება და თან ვერ წავიღებთ აი მაქსიმუმ აი რაზე უნდა ვაწყენოთ ერთმანეთს ხო ის თხოვზე მე გამოჩდი შენ არ გამოჩდი ან რაღაცა და ამის გამო მამაო წარმოიდგინეთ როგორ იმაშვება ადამიანი რომელიც ხვალე მიწათ უნდა იქცეს თუ შეიძლება მამაო თქვენ რას გვეტყვით ძალიან დიდი ბოდიშით რომ ეს იმდენად ლამაზად საუბრობდა რომ დროს ვერ რას გვირჩევთ საერთოდ თლიანად თქვით რას გვირჩევთ მე რჩევები უფრო გვინდა დიახ წლის ბოლომდან მამა გიორგი რაც არის და რაც ადამიანის დამღუპველია მაგრამ არის ერთი მაგრამ სიმდაბლე თამდაბლობა თუ ეს მოჩვენებითია ადამიანში და სხვის დასანახად უარესი ამპარტავნობას. დიახ. თამდაბლობა ისეთი შეფარული უნდა იყოს რომ ადამიანმა შენგან მაგალითი უნდა იყოს იმ თამდაბლობის თუ შენ შეგატყო ადამიანმა რომ ეს თამდაბლობა არ არის ის რასაც თამდაბლობა ქვია და მის მიღმა ან მის მერე შენ ისეთ რაღაცებს აკეთებ რაც დააბრკოლებს სხვას მოჩვენების თამდაბლობა დაყობს ადამიანს ამპარტავნობაზე მეტად დაყობს ჩვენ მამა გიორგიმ სიყვარულზე კარგად აღნიშნა თქვა და წირვის დროს მამა გიორგი ჩვენ ხომ ვამბობთ რომ ვიყვარებოდეთ ურთიერთარს რამე თუ ერთობით ვაღიარებდეთ სად არის სიყვარული აი როცა შენ ამას ამბობ და რევში არის ისეთი ქაოსი ტაძარში მხელა ხმაური ტელეფონები სად არის სიყვარული მე ახლა ჩემ თავზე არ მინდა ლაპარაკი რაღაცა მაგრამ ძალიან მკაცრი მოძღვარია რომ ბიჭო მკაცრი კი არა რაღაცა ის 2 საათი დამაცადებ მსახურო უფას და ვილოსო შენთვის თქვენზე არ მჭერა მაგრამ თქვენ მკაცრი
ანუ ესე ამბობენ ტელეფონები ეს მართლა იგითი რა მამა არა მოიცავს ხარამეს გადავედი ხომ არა მე ამას ძალიან აქცენტ ყურადღებას რომ წირვიზოს ტელეფონები არ იყოს არ იხმაურონ არიარონ ბავშვები პირდაპირ მომიყვანეთ ზიარებაზე პატარა ბავშვები რომ აი პირდაპირ რომ წირვის დროს ხელი არ შეუშვა მესმაგის მომხრევა ჩვენი ტაძარი არ არის ახლა პატარაც არ არის არც ისეთი დიდი არ არის რომ ხმასადმე გაიფანტოს არა და ტაძარი ხმა ეხო ისეთია რომ მრავლდება ის და ყველაფერი იკრიბება საკურთხეველში ხო და იქიდან თუ ძველი მრევლი აი გაჩუნდი შენ და სახელით მიმართონ და საიდან ხვდებიო მე ბიჭო საიდან ხვდები იმიტომ რომ 24 წელიწადია ამ ტაძარში ვარ წინამძღვარი 24 წელიწადია მოვდივართ ერთ შეხვას როგორ გამოვარჩენ კაცო შენ საიდან ხვდები რა მიხვედრა უნდა მაგას არაფერი მოდა აი გადავეით ახლა იმაზე რაღაცა ხია და თავდაბლობა არა მე თავდაბლობა და სიყვარული პირველად გავი მამა მელქისედეკზე ვერ იტყვი რომ კაცრია მამა არის გულიანი ადამიანი მაგრამ იცი რა არის გიორგი ჩავეჭრები მამოს ბოდიშვილი თანამედროვე ადამიანი იცი როგორია რამეს რომ უბრალოდ სიკეთის შენი სულისთვის გეუნები ამას რომ ნუ გააკეთებ არა ბოდიშვიხდი უკაცრავად რა ბრუს როებები რომ აღარ იმრუშო ნარკომანს ეტყვი აღარ გაიკეთო თქვა ვიღაცა უკაცრავად ბოდიშვიხდი რა პირდაპირ ვეტყვი რომ გადამგდებს და აფერიც რო ეუნები რომ ეს არის დამუყურებელი ნუ გამწარებ რა მკაცრი მოძღვარიაო ანუ მე იცი რა მინდა თქვა გიორგი ქრისტე ადამიანს თანამედროვე ადამიანს უყარს იქამდე სანამ რამეს მოსთხოვ ქრისტიანობით რომ აი თავი შეიკავე თორე მამაო ეხლა 26 წელი მოდელია ამის ესეც იმკაცრე სიყვარულის კაცია და ისე ცუდად ხვდები ხოლმე რომ აქ რა არის მრევლმა გაუჩინა შაქარი დიაბეტი არა მრევლმა არა ეს ჩემო ცხოვრებამ შემოხალებს უცებუნა თქვენმა ცხოვრებამ რაც მრევლის აღსარებამ გამოიწვია არა მრევლს რაღაც ნამდვილად დავაბრალეთ მაგრამ აი თავარი რა არის იცი მოსულა გარდულ მართლმადიდებლობაში ახალგაზრდა კაცი და მე მოვიდიო და ბავშვი თუ არ შემოუშვეს რომ წავედი გაბრაზებული ბიჭო სად წახვედი რა თუ წახვედი გაჩერებულიყავი ბავშვებს თურმე არ აზიარებ ადამიანო მომთხარ რას ქვია ბავშვებს არ ვაზიარებ ბავშვები შემომიყვანეთ პირდაპირ ზიარებაზე ვაზიარებ და წაიყვანეთ სახში ხლა მადლობა უფრო ძალიან ბევრი ბავშვები ყავს მრევლში პატარა ბავშვები ჩვილები ისინი ერთად ატირდებიან ჯერ ზიარების სოტირის ხოლმე ყველა აზიარებ და წელი ვაკეში წირვის დროს ყველა ატირდეს წირვის დროს ყველა ატირდეს ერთად ხო ფაქტურად შეგეშლება ხელი ხო გონება თუ გამიფარდა წირვის და უფალო მაცხოვრეს მაგივრად გაჩუნდით მიყვირო არ გამოვიდე და ესა არა თან იცი რა არის ხოლმე გიორგი ეხა შენ ხო არა ხარ მოდელი კი ხარ ეხა ჩემი მრევლი თუ ვინმე ვიყურებს და ის ვიყურებიან ალბათ ციცინდა თავისთავად სიმართლეს ლაპარაკობს მაგრამ თან არის ერთი რამე აი ზიარებაზე რომ მოყავთ ეს ჩვილები მაშინ მოუნდებათ მოფერება მაშინ მოუნდებათ ყველას ჩაყლაპვა ბიჭო მეუბნები ხელი გაწი სახში არა კაცკაცო და რაღაცა თვეში მოყავს ერთხელ და მე რაღაცას ეტყვი ცოტა შენ ახლა იცი როგორ არის ხა ადამიანი მამაოს იცი როგორ არის არავის არ აინტერესებს ხა შემოვლე ჩემს საძმოს მღვდლებზე მაგრამ ნებისმიერ მღვდლებზე საუბარი უამრავი ფიზიკური დაავადება გვაქვს ჩვენ ხო ეხლა ეს ბოდიში უკაცრავად ეხლა არაფერი არაჰიგიენური ამაში არის ახლა მე ვამბობ ეხლა ფეხის დაავადება არის მღვდლების პროფესიული დაავადება დგომისგან ნამდვილი მუხლები ფეხები ეს რა ვიცი 1000-ნაირად და ბიჭო 7 საათზე მინიმუმ შაქარი მამა არის დიაბეტზე ეხლა უყურე მინიმუმ აი ეხლა მე ვიცი მამაოს ჩვენ და ბევრი მამაო როცა წირავს ხვალ მთელი ღამე არის უძილო ზოგი ლოცულობს ეხლა მეც მაგალითად ხო მე დგები 7 საათზე და მოდის ვიღაცა მოდის 11 საათზე გამიგე დაღლილი დასვენებული ორი ჭიქა ყავა აგდალეული 1-3 რა ქვია ღერი სიგარეტი მოწევი და შენ უნდა გაუძლო ეხლა ამის პრეტენზიებს და ამიტომ მე მინდა ვთქვა რომ აი ეს პროცესები შვილების და შვილიშვილების ზიარების დროს მოფერებები ცოტა კარგი იქნება რომ სახში ეს
რაღაცნაირად დაიკმაყოფილო ხოდორ ეხლა ისე მამა ხო აი წელი კვირაში ერთხელ მიდიხარ 2 საათით აი იქ რო არ დაიწყე მე ის მიშის ხოლმე სულ მიდიან მეზობლები და ერთმანეთს იქ ელაპარაკებენ იქამდე მთელი კვირა ხო ხედა ანუ იმ სხვას მაინც ნუშლის ხეს და საერთოდ ეკლესიაში სხვას არ უნდა შეუშალო ხელი და მამო რაღაცეებში გეთახმებით თუ რაღაცეებში აი მაგალითად თქვენთანაც ეგეთი ის არის მამაო თქვენც ეგეთი ხართ არა ჩვენთან სულ ბავშვების ტირილია, ყვირილია, რა ვიცი, ხლა რო გითხრა სიმართლე. იცი რა ხა? არა, ეკლესიას დაპირისპირებას ეხა ვაკეთებ იმას რომ არა, ჩვენ ვერ დაგვაპირისპირებ. ჩვენ ვერ დაგვაპირისპირებ. ჩავაგდე რა ის. ხო, ჩვენ სუფრასთან არ ვუპირისპირდები და აქ რა უნდა დავაპირისპიროს ხო და იცი როგორ არის ახლა გააჩნი ახლა ეკლესიას სად მდებარეობს ხო ახლა ეხა ზემო ბეთლემში სხვა ვითარებაა და ქაშვეში სხვა ვითარებაა და ვაკესაიანბაში სხვა ვითარებაა და ორხევში სხვა ვითარებაა. ორხევში ჩემთან სულ ერთი და იგივე მრევლი დადის და სახლები და იხავია. ხო და ამიტომ იმათ აქვთ იმის საშუალება რომ პირდაპირ წირვაზე მოიყვნენ ზიარებაზე მოიყვნენ ბავშვები. ხო და როცა ქალაქში მიდის ტრანსპორტი უნდა გაიაროს, შეიძლება ვერ განსაზღვროს, მიდის იქ სხვა ტენდენცია. ასია თუ ისეა გიორგი, ერთ ვიტყვი მამო გულში გენაცოლე. ოკეი, ჩვენ კარგები ვართ, ცუდები ვართ, სასულიერო პირები, მოძღვრები, შენდობას თხოვთ ყველა მრევლს, მაგრამ ერთხელ მამა გიორგისთან ვიყავით, ეხლა ყველა მიხვდება მღვდლები, პროსტაგიას ვეძახით, ფონი ჭალაში და ის ამბობდა რა ჩვენი დიდი მამა გვიყარხარ და გენაცვალე ის ამბობდა რა არ ვიცი თვითონ თქვა თუ ვიღაცა მღვდლის ბიჭო 30 წელია მღვდლიაო და როგორ დავიჯერო რო გავალო ამ წუთსობრდანო ღმერთიო ერთ წირვას არ შემიწირავს ანუ მიხვდი ყველაფერში ცუდ და როგორ დავიჯერო ერთი ღირსეული წირვა არ იქნება ჩემი სულის მაცხონებელია და მთლიანობაში ჩვენ მოძღვრების და მრევლიც კარგების და ცუდების ერთმანეთზე მლოცველები ვართ. აბა რა თქმა უნდა. ერთმანეთზე მლოცველები გიგზავნის ხო რა თქმა უნდა. ხო, თავისთავად უბრალოდ ეხლა რაც მომავალს მართალია რომ დალოცილო ეს შვილი და შვილი ხო შეგიძლია ან ცოტა მერე მოიყვანო ან რომ მოყავს მე როგორც მწირველ მღვდელს ნუ მავალდებულებ გამიგე რომ თელი ჩემი შესაძაფიქრალი შენი შვილის ტირილის გაჩვენება იყოს იმიტომ რომ მე ვარ მწირველი მღვდელი არ უნდა შეუშალო ასე რომ მამა მელქისედეკი არის გულიანი კაცი და გულიანი მღვდელი და არანაირი სიმკაცრე არ გააჩნია მამა მელქისედეკს გენაცვალე და ამ დროს ჩემზე მხიარული კაცი არ მგონია ხო და ეხა თქვენ რო თქვი თქვენგან აი მართლა არ მოვივლოდი რომ თქვენ რომ მაგას იტყვი წირვის დროს ვითხოვ აი ჩემი თხოვნა რომ გამაცადონ წირვის ჩატარება და უფალთან ურთიერთობებს ჩემთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან აბა ყველასათვის მამა ყველასათვის დამჯერ ვისთვისაც არა ჩემეული ადამიანური განცდა მაქვს საყურების ისე მამა აი ასაკში ხა თქვენ ძალიან დიდი ხნის მღვდელი ხარ და რაც რო წლები უფრო უხუცესი ხდებით რაღაცა ამ შემთხვევაში უფრო მობიერი გახდით უფრო მიმტევებელი უფრო ის თუ აი რა მოგცათ წლებმა ეხა ძალიან აი ეს კითხვა გამიჩნდა უცბად რომ თემა გადავაგდოთ სიბრძნე აი თუ აი გამოცდილება და სიბრძნე აი ხა მაგალითად 20 წლის წინ რაღაცაზე რო არ აზიარებდი დღეს ვიღაცა შეიძლება იგივე რაღაც დაზიარო ან თქვენ თავზე არ თქვენ რაღაც აი ამ შემთხვევაში მამა რა მოგცთ თუ პირიქით აი თუ შეიძლება რომ დიახ ეს პიროვნებაზე არის დამოკიდებული. და თქვენ უნდა მიუღოთ. ჩემთან ძალიან ბევრი მოძღვარი არის გაზრდილი. ჩემთან სხვა რაიონებში არიან. და მე ყოველთვის ვეუბნები და ვასწავლდი ხოლმე რომ აი ჩემი თხოვნა იქნება პირველად რომ ადამიანები ჩაღაბარებს ზიარებას, ეგრევე არ აზიაროთ. მიეცით მას რაღაც გამოცდილება და ბევრმა დამიჯერო, ბევრმა არ დამიჯერა და შემდგომ თვითონ უთქვიათ რომ მართალი იყავი, მამა, იმიტომ რომ ან დაიკარგენ, აღარ მოდი, რომ გაუუბრალო მას ზიარება არა, უფლის ხონდა ხორცი უნდა მიიღოს. შენ რომ მას გაუუბრალებ და მაპატიეთ ამ შედარებისათვის ყველა პურივით გაუხდება მას ეს მიღება ის მეორედ აღარ არაფერი ყოფილა ვერ იგრძნო იმანი ის ვერ იგრძნო ულოცველობის გამო უმარხულობის გამო მოუთმენლობის გამო არასრული ახსენების გამო ვერ იგრძნო სულიერებაში ვერ ჩაჯდა ეს არის ხო არის იშვიათი შემთხვევები მამა მაგრამ უნდა როგორ არა კაცო მიზიერებია კიდევაც და
პატიმრებთან კიდე მithumes როცა დავდიოდით ხომ ეხლა მიხვალ პატიმრს რა უნდა მოთხოვ პატიმრს რა აზიარებ და მოვიკი რახან თქვენ ახსენეთ პატიმრებს დიდი ყველა პატიმრებს ლოცულობთ ყველა მოძღვარი მე მწავს და მე პირადად დიდი სიყვარულით და დიდი მონდომებით ლოცულობ მათ მიმართ გიორგი ეხლა მადლობა უფალს რაღაცა არ არის ძალიან შენთან არასდროს არ არის კაცრის სტუდიური გამოკითხვა ხო და აი მამა რო საუბრობ იცი რა მომაგონდა ერთხელ ერთმა მოძღვარო მითხა რომ თიანეთშიო სახლი აქო ჩემ მეზობელს საკურთხებელიო რა ხო და შენო მე შემოვალე მიტროპოლიტ ზოსიმეს და ახლოს ახარდა იქნება სთხოვო რომ უფლება მოგცესო ანუ თბილისიდან უნდა წავიდე რომ მეზობელს აქვს სახლი საკურთხებელი მიხვდი ხო და თიანეთში რა მამაო და დავათში მონასტერი იქ არის ყველაფერი იქ არის და მე უფეს უთხარი და ნახე რა საინტერესო მე მინდა ყველას უთხრა ესა რა ეს არის ცხოვრებისეული მე უფე მითხრა რომ რა თქმა უნდაო მიბრძანდითო და აკურთხეთო მაგრამ აი გვერდზე არისო ეკლესია და მღვდელიო და რატო ის არ უნდათო მე პრობლემა კი არა მაქვს მაგრამ ნახე რა ზამავს ადამიანიო ისეთი რამ არისო მამაო გენაცვალე შენ ერთხელ რომ დაუთმოფო ის მე უხდება ცხოვრების წესად გაიგე ერთხელ რომ ამან წაიყვანა მღვდელი მე მეორდაც უნდა რომ წაიყვანოს მე მესამედს იმიტომ რომ ის მღვდელი მოდი ჩემი ძმა კაცო მიკურთხებ რა თმინდა ეხლა ეს სოფლელი მღვდელი ანუ ბოდიში ხა მის და გადანიშნული თქვა და ეგრეა მრევლთან და ჩვენთვის რა არის მე ძალიან ხშირად ვეუბნები რა რომ ჩვენთვის რა არის რაც ეხა მე შენ 20 წუთი ვისაუბრე რომ ჭკუა და დამერიგებინა 5 წუთში მივიღებ ახსარება და ეზიარა მაგრამ მე აი მე ძალიან ხშირად ვამბობ იუდაც ეზიარა მაგრამ მე რა მოხდა ნახე როგორ მეიღო ხო აი მე რა შენი გული და გონება წეღანასაც ქრისტიანობა არის ცხოვრების წესი შენი გული და გონება თუ არ განიწმინდება და თუ არ მიიმართება იმ სიკეთისაგან რასაც ხონება ქვია და ქრისტეს მოპოვება ნახე რა ამბობს ერთადერთი სამყაროში აი უამრავი ადამიანი გვისმენს მაგრამ სამყაროში ყველანაირი მიტაცება არის დაჟადი ერთადერთი მისატაცებელი რაც არის გეუბნება უფალი სასუფეველი ცათა იძულების და ვინც აიძულოს თავისთვის და მიიტაცოს მან პოვოს იგი ხო აი ეს სასუფეველზე თუ არის იფიქრე ჩემო ძუძვილფასო და ჩემო მამაო გენაცვალე შენ ხო აზრი არა კიდე ერთხელ მინდა თქვა ივანე ოქროპირის სიტყვები რომ ყოველდღე რო იარო ეკლესიაში ხო შენ შეიძლება საერთოდ არ იყო ქრისტიანი რა ასე რომ დიდი მადლობა მამაო ესეთი ლამაზი საუბრის როგორც ვიოლე ისე რთული თემა დიახ ხო ურთულესია რა მართლა ბეწვის ხიდია შეიძლება ძალიან გაგიმართლოს და შეიძლება სავალო მდგომარე აი იგივე მოციქულებში რა ეგ ეზიარინ და რამდენმა მე რამდენ შიში დაეუფლა რამდენმა უარყო როგორი ის არის ხო როგორი ის არის ხო და აი ამ შემთხვევაში მამა ხო სიფთხილია საჭირო და მართალი ბრძანდებით ხო მაგრამ აი რაღაც გამონაკლისები რასაც მოძღვარი იღებს თავის თავზე როცა ჭრეტა აქვს და ხედავს ხო რომ სიტყვაზე ამ ადამიანს არგებს რა და ხო იმით არ უნდა იყოს რა რაღაცა თხოვნი და მე ყოფილა შემთხვევა ესეთი რომ ჩემი მრევლი ვინც არის ძირითადად ვერ მოასწრო ახსარების ჩაბარება რა კაი რესპონდენტი ყოფილა მამა და მოვიდა და უნდა ზიარება მე ვეუბნე მოდი ახლა გაზიარებ უცბად უცბად ეს უცბად ზიარება რასაც ქვია და ეგ რა არის რომ აბა მე ვთხარი ახსარების გარეშე როგორ დავარქვა შენ ზიარებას მოდი მაშინ დღეს გაზიარებ მე მაგრამ ზიარების მერე აუცილებლად ჩამბარი ახსარება მაგრამ ახსარება უნდა იყოს ახსარებისნაირი ასე შემთხვევები მქონია ხო რომ ითქვას უსპად გაზიარებ ეგ რაღა არის უსპად ზიარება ზეგ უსპად ზიარება არ უნდა ზიარება უნდა ზიარებას ახსარება უნდა ვერ მოიცალა ახსარებისთვის და მე ახლა ფაქტურად ვიცი შემევრების სოდები ხო რამდენად ღირსია ზიარებს ამის და აზიარებ ხოლმე მე ჩამებარები ახსარებ ყოფილი ეს შემთხვევები იცი როგორ არის აი ერთი ის მახსენდება ფრაზა მახსენდება რა შეიცვალა ნეტაო მას აქეთ რაც არსაკიძეს მკლავი მოკვეთეს არ ხო აი მიხვდი რა შეიცვალა შენ ხო უნდა უთხრა შენს თავს რა შეიცვალა შენი ზიარებიდან ვიდრე იყავი არამაზიარებელი გესმის რა შეიცვალა თუ ისევი ბოდიში უკაცრავად თუ ისევი მჭუჭყში იყავი და შენს თავს არაფერი არ მოსთხოვე არა აზრი არა აქ თორე ახლა
კიდე წეღანას თქვი იუდას ეზიარა თანაც პირადად იესო ქრისტეს ხელით ეზიარა მაგრამ მისი გული და გონება სხვა იყო და მთელი ეკლესიურობა არის წეღანას თქვი გაზრდა აი ჩემ რებს ვეუბნები ხოლმე რომ ხა შენ თუ პირველ კლასში შეხვედი და მეათე კლასში იგივე ხარ რაც პირველ კლასში შეხვედი შენ თუნდაც შეჩექცობა შენი სინდისის ხო ვერ განვითარდი აბსოლუტურად ქრისტიანობა არის განვითარდა აი ძალიან ბევრჯერ ეხლა არა ეკლესიური ხალხი მამაომიცის და შენც იცი გიორგი რა თქმა უნდა რომ ეხლა აი ინტერნეტში იწერება რომ აი ამდენი მაზიარებელი თუ არა რატო ხდება ამდენი ბოროტება ეხლა ხო იცი ყველა აქეთ იშვეცე მაგრამ რაღაცას ვალად დაგადებენ რატო არის ხო მაგრამ გარკვეულწილად ეგ კითხვა ჩვენც აქვს ხო ეგ კითხვა ჩვენს თუ ამდენი მაზიარებელი გულით ავართ მაზიარებელი რატო ხდება ამდენი ბოროტება სიყვარული არ არის ხო აი ეს არის სიყვარული არ არის და შესისხლ ხორცებული აი არ არის ჩვენში ქრისტე და მე მინდა ძალიან ბევრი მარიცი სიტყვა რა შეიძლება ცხოველი ჩვენში არ არის ცხოველი რწმენა ანუ ცოცხალი რწმენა ცოცხალი აი ეს არის და ჩვენში უნდა იყოს ქრისტესადმი ტრფობა სიყვარული როგორც აი ცხოველი ანუ ცოცხალი ძალიან ერთ-ერთი მამა ამბობს რომ ყოფილ ხარ შეყვარებული როგორ გინდა ხო სული შეყვარებულთან საუბარი სული მასთან ყოფნა მაგრამ შეჭი გაქვს იმისი მშობლების რაღაცეების ხო ესეა მაგრამ გული იქ არის ესე უნდა იყოს ქრისტე შენთვის ესე უნდა იყოს ქრისტე რომ სულ ქრისტეცა უნდა გინდოდეს და მე აი ხა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და უთხრა აი აღსარებლებს მაზიარებლებს არამრევლს მრევლს ერთი კარგი ფრაზაა ამეთ უნდა კონდეს დევიზად ყველას ჯერ უფალი დანარჩენი მერე როცა უფალს დააყენე პირველ ადგილას ყველაფერი დაგილაგდება აბსოლუტურად მაგრამ ეხა თანამედროვე ადამიანი ხო იცი როგორ არის ჯერ ყველაფერი სახლის საზრუნავი შვილიშვილები სკოლა ინგლისური ფრანგული ესპანური რა ვიცი ცურვა რა ვიცი რა არა და ბოლოს თუ მორჩება ცურვა სადგა ყველაფერი ეგრეა ეხლა იქ ჩვენთან რამოდენი სპორტული ცხოვრება აუცილებელია ეხლა და უვარეს კეთრი მარხვა აღარ უნდა ხალხს აი სარგებლო შემთხვევით ალბათ მამაოს დამეთანხმება თანამედროვე ადამიანს მარხვა არ უნდა აი ყველანაირი მიზეზი აქვს იმისი რომ აბსოლუტურად ეხლა მე ვეგონები რო ავიღო ეხლა ღმერთმა იცის და ყველა მისის ჩემი სიყვარული პატრიარქისადმი ხო უწმინდესი ეხლა აი რამდენი ფიზიკური ხორციელი დაავადე მაგრამ ერთხელ ვინმეს უთქვია რომ პატრიარქმა მარხვა დაარღვია ჩვენი მეუფეები ჩვენი ბერები რა ჩვენი მღვდლები მამაოს ეხლა თვითონ რამდენი დაავადება ხო მაგრამ ერთხელ უთქვია რომ ძმებო აბა მოდი ლოსაკურთხევა მომეც რომ მარხვა არ შევინახო და ეხლა უკაცრავად ბოდიში ეხლა ცინიზმით არ ჩამოვიდოდი ვიღაცას ეხლა მანიკური აზრა ნეგატივ ჭირდება და რაღაც არ მოსწონს თავისი ანალიზი და მარხვა ერთ-ერთ მოძღვარმა თქვა რომ ალბათ მოითხოვს ადრე თუ გვიან ხალხი რომ მარხვა საერთოდ გავაუქმოთ რა გამიგე ფილა კიდევ ადრე ხო არის რა პატარა იყო როგორ გაზა ამასინად შარშან თუ შარშაწინ უწნესმა თქვა კოვიდობის თემა იყო თუ რა იყო რომ მოხუცებსო მამო ხო გაგახსოვთ თქვენ მოხუცებსო შეუმსუბუქეთო შეუმს მეც დროსაკურთხევა და ახალგაზრდები მოვიდა მოხუცებს არ თქვენ რომ მარხვა დროსაკურთხევა ახალგაზრდები პატრიარქმა თქვა რომ მარხვის კურთხევა აღარ მისცეთო ხალხს საათიპოვე ანუ ნახე თანამედროვე ადამიანი როგორ არის ეცეღა რომ ამბობ არ უნდა რომ ეს მოისმინოს გამიგე სწორად არ უნდა რომ გაიგო სათავისო და აი მაგაზე მამა პაისი ამბობდა როგორც თვითონ მამა პაისი რას ამბობდა იცი რომ თანამედროვე ადამიანმა ეკლესია მოირგო თვითონ მოირგო ან ცდილობს რომ მოირგო აი ხლა აი ძალიან კარგი ეთერია მადლობა უბრალოდ თქვენ მადლობა მამა პირდაპირ თქვენ და გიორგი ასევე და აი ნახე ავიღოთ ეხლა მრავალფეროვნება ეხლა ავიღოთ ეხლა უამრავი მირეკავს აუ ის რა ქვია სინოდმა რო დაადგინა რომ ბავშვის ნათლია უნდა იყოს ორი ხო აი არ შეიძლება სადმე რომ გავძვრეთ გამოუძვრეთ სამი ბიჭო პატრიარქი თუ შენთვის არის პატრიარქი და ერის მამა და მამა თავარია თანაც ეს მარტო პატრიარქი ხო სინოდმა გითხრა სინოდი არის შენი ყველაფერი რა ვიცი რა ხო და სინოდის მორჩილება არის მაცხონებელი აბსოლუტურად თუ ეს არა გაქვს შენ რა მოდელი ხარ რა მრევლი ხარ ვინა ხარ და რაღაცე წვალობ აი კითხვა რო დავუსვა რასაჭიროა ხუთი ნათლია აი რომ ავიღოთ 5 ნათლიიდან ერთხელ ჩვენთან მოიყვანეს მამაო ერთი 10-15 წლის წინ 18 ნათლია ყო ბიჭო ვეუბნები ერთად რო შეკრიბო ერთის პასი არ არის მეთქი აი ეს 18 ნათლია ერთის პასი არა რა შეგჭირდება მითხარი
ხო, აი, რა საჭიროა გესმის და ესეც არ მოსწონთ რომ პატრიარქმა ეს რატო თქვა რომ ორი და ომა პატრიარქს არ უცხავს მამა. არა, ეს იყო რაღაცა დადგენილება ეს ძალიან კარგი დადგენილება. ხო. მე რაღაცებში მანდ არ ვეთანხმები და მაგიტომ არ შემოყვებით, იმიტომ რომ ეს აი რაღაცა შეიძლება არა, მომისმე გიო მომისმე შენ ახლა მოდელი არ ახარ. ნახე მამა, მაგ რაღაცა კარგი ბიჭი ხარ. ხო, მაგრამ ნახე მამა, რაში არა ვიცი, მაგრამ მაგამ ბავში რას არ გეთანხმები, რომ პატრიარქი ყველაფერს ცდილობს, რომ ყველა ერთმანეთს დაადანეთეს აუს, რომ გვარების დალოცვა ესენი მოიგონა, ისინი მოიგონა და რაღაცა და ეხა იქ ორი გოგო იდგეს ბიჭი, მე უკვე ერები პირად ცხოვრებაში, მე უკვე მეჯვარეებზე უნები იქ ის იდგეს ესე 4 მე ბავშვიო გაგიჩნდება ეუნები რომ თქვენ რომ ამონა მე კიდე ცალკე მოდი ამ თემაზე არ ვიკამოთოთ ეს დაშლილი მაქვს აქ თელი საპატრიარქოს ისინი მყავდნენ ვინც მე კანონი შეადგინა და ბევრი ვიკამათეთ მაგასთან დაკავშირებით მე გეუბნები ერთმა მე არავის არ მოწონს გლებსაც თუ ძალიან გაინტერესებს მე ძალიან კარგად მომწონს კი აი ხო არიან ადამიანები ნუ იმიტომ რომ ამის დრო მამო ეხლა ჩვენ არ გვაქვს მოდი ესე ვთქვა ეხლა მაგთემაზე ორივე სიტყვით გეტყვით რომ მოდიან და ამდენი ათლია მინდა ჯოეუნები შენდობი ბავშვი რომ შეგეძინება აუ ვიცი მამა ახლა ჯერ ეს გავზარდო და შემდეგი იქნება არ იქნება არ ვიცი შევძლებ კიდე ამიტომ მინდა ბევრი ნათლია არა მე რა ბავშვი კი არ უნდა ბევრი მას რო ყავდეს მე ნათლია უნდა ბევრი რო ყავდეს არა მამო მე რას ვფიქრობ იცი მე გეტყვით აი უბრალოდ ჩემი ვერსია რა არის რომ ნათლიას უნდა მოთხოვო რომ შენ თუ ეკლესიური არ ხარ და შენი მოძღვრის რეკომენდაცია არ გაქვს რომ ეკლესიური ხარ და მაზიერებელი მაშინ შენ ნათლი არ იქნები და ადამიანებს გააქრისტიანებ ესე თვითონაც მაზიერებლები მაგაში დაგეთანხმები მაგრამ ჯერ ვინც ნათლობს ის რო არ არის ხო ნუ ეგ საერთოდ მაგასაც მის ნათლიას როგორ მოთხოვ ჯერ მას უნდა მოთხოვ გიორგი თემა წამოიჭრა იქიდან რომ თლიანობაში არა მე ის მინდა თლიანობაში იმის თქმა გვინდა მამა რომ თანამედროვე ადამიანს შერი მიუღებლობა ხო ეგ მიუღებლობა აი მე ვარ თანამედროვე მორჩილება არის მამა პაისის მოვიჟურის რა ასამობს რომ იმის მაგრად რომ რა ქვია ეკლესიური სული გაეტანათ ერში, ერული სული შემოიტანეს. ხო, რა თქმა უნდა. ეგ სხვა არის, მამა, კიდე, მაგრამ რაღაცეებში, მამა, არის იქ დეტალები, იციათო, აი, როგორი რაღაცაა, იცით, რომ აი, როცა ბევრი რაღაცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი არის გასათვალისწინებელი, ეხლა აი აქ მაგალითად ამ სტუდიაში ამ ფურცელზე არ უნდა გავამახვილო ყურადღება. მიხვდით, ანუ ბევრი რაღაცა იყო, რაც უფრო მეტად დახვეწავდა ამ ადამიანებს და რატო არ გავაკეთეთ თქო მაგაზე უთხარი, მე მამა მიქაელი ყავდა ბრეგვაძე აქ და ვილაპარაკეთ ერთ-ერთი მაგიმაში და სპეციალურად ვილაპარაკე, ანუ ადამიანების კითხვებს ვარ. მე მამაო, ჩემს სულ ერთი არის, მამაო, ხან ამდენი ნათლია იქნება, სულ არ მაინტერესებს ნათლია, ვიცი რომ ვისაც ვინ ეყოლ უნდა არის იმისი და всё, მაგრამ უბრალოდ რაღაც აქ რო უდგერო, არა ბიჭი იყოს, მე გოგო იყოს, მე ის ანუ ვერ ხვდები ეგეთ რაღაცებს. მე რომ ამ რაღაცა როგორ არის ფარისევლები რო იყო, ხო იცი, წვრილმანებზე რო ამახვილებდნენ ყურადღებას და იმაშებოდნენ და ამ დროს რაღაცა შეიძლება თემა შეცვალე გიორგი, თემა მაგი არა წვრილმანი, მაგრამ თემა შეცვალე. ანუ მამაო, არც ისეთი მსხვილმანია რომ რამე დაუშავდება ეკლესიას ან მოაკლდება. გიორგი, ხო 18 კაცი რო ნათლი არ უნდა ყავდეს ეგ. 18 ანუ მამაო, ვიღაცას რო უნდა 3 და რო ტირის პატარძალი რო გეხვეწები, რომელიმე ჯვარეს უთხრა, არ ვიცი, ეგ უხერხულია, მამაო. მეჯვარეობა სხვა არის. ბავშვები ბევრი და ხო, კარგით არა, მაგას არის, კაი, მაგას ცალკე თემა არის და ის არის ქვენ. ეს პატარა პოლემიკა კიდე მსჯელობს იმაზე, რომ ჩვენ კალენდორში მამა მელქისედეკი არა ვფიქრობთ რაზე უნდა ვისაუბროთ. კარგია ეს პოეზია რა. არა, საიდან მოიტანა. ალანა ჩემოდიო, კი, კარგი. არა, მაგათი ყველა მიციან, მამაო, იგი ჩემი ძმებია და იციან რომ ეს არ იყოს. მე მამაო, ხშირად განვიმარტავს ეს თემები და ბევრი გვისაუბრია ამასთან დაკავშირებით. ეს არის და ბევრი სხვათა შორის მე უფეც მეთანხმება და ბევრი მღვდელი მეთანხმება რა. თუ დედას გეფცები და ყველაფერს ვიცავრი ხა, ხო არ ვიტყვი ხა სახე და გვარს, მე თვითონ კარგად იცი. ისა, გიორგი, მაგრამ სადაო იქნება სულ ეს ერთ-ერთი მიზეზი მაგის ის იყო რომ ბევრი ნათლები რო იყვნენ, მე ერთმანეთში ქორწინება მოინდომეს და აი რატომ არ გვითხრა მოძღვარმა რომ არ შეიძლებოდა დაქორწინება. შედარებით მოძღვარს თუ არ შეეკითხე რომ შეყვარებულები ხართ ან მე გახდებით შეყვარებულები გამოვიდა ეს თემა. ხო, დაქორწინებას მოძღვარმა რა გითხრას, კაცო, როგორ გითხრას, ხო? კაი, არა. აი ჩვენთან ეგ არის მაგარი, რომ ეგ დემოკრატიაა, რომ ჩვენ ეკლესიას და ის ყველაზე დიდი თავისუფლება რო არის, რომ ვიღაცა ესე ფიქრობს, ვიღაცა ისე ფიქრობს, მაგრამ ყველა ღმერთის შვილია და ყველა ჩვენი ეკლესიის შვილია და რას დაამატებთ, მამაო, კიდე მამაოზე წარ, მაგრამ აი მე შენ დაგეთანხმები, გეფცები ყველაფერს არ კაი. არა, როგორ თქვენ არ გაწყებთ, ეხან მაგაზე არა, მაგრამ
ნუ დაწუნებულია რომ ეხა ჩემ აზრში მარტო არ ვარ მამაო მე და მე ბევრისთვის მithქვამს იქ რა მართლა გეუბნებით რა იმიტომ რომ ბევრი ადამიანის გულნათკენებების მაგის სხვადასხვაობა ტრობას არ ნიშნავს საყოველთაოდ აი ხა ჩვენი ხო ეგრე არის ჭეშმარიტებას პოლემიკაში უყურე ნახე როგორ არის ასე ნახე მიზეზია ეხა ეს ყველგან ეგრე არის ხო იცი ყველა ქვეყანა სადაც მიიღეს ეს კანონი ყველგან ხო მე ვის არის გიორგი და მე ეხა დღეს ოჯახებში სამსახურებში რამდენი დაპირისპირება და სიძულვილი აი მე ვიტყვი რომ აზრთა სხვადასხვაობა არ ნიშნავს მტრობას აბა რა ხო დედაშვილ შორის არის სოლქმარ შორის არის დაძმა შორის არის მაგრამ ჩვენ ერთად გამოვიძერწეთ ამ წუთის სოფლის ავანჩავანში რა და მადლობა ღმერთს ყველა უწმდეს ის მაგას არა ბობს არ შეიძლება ეს რაღაცა კონსერვატიზმი და რაღაცა ეს რომ უწმდეს მაგას ამბობს რომ შენ ნუ გონია რომ შენი აზრი არის ყველაზე მართალი რომ ერთხელ თქვა გადაგება ჯორჯა აი მე პატრიარქი ვარო და მეც კითხვას ვაძლევ ამა თუ იმ მღვდელმთავარს მე მოდლების ვიცი რომ უკითხია ძალიან ვინც იქ ტრიალებდნენ მე როდესაც იქ როცანი ვიყავი რა და უკითხია თქვენ როგორ ფიქრობთ ხო და ასე რომ ღმერთს მადლობა კაცო სანამ ცოცხლები ვარ ჩემო მამაო სხვადასხვაობა იქნება აზრებს თავარია გვაქვს ერთი რამე ჩვენც არის ერთი რამე მამაო ეს არის განუყოფელი დოგმა უფალი და სამშობლო სიყვარულის გასამართლებელი ის ამაში არის სხვადასხვაობა თორე ის არ არის დოგმა ეხა რამდენი ნათლია იდგე ამას ძალიან საერთოდ არც მაცხონებელია დოგმაში არ შეიძლება ხო და მაგას ვამბობ აი რა მნიშვნელობა იქნებოდა ეხა ხო მაგას ვამბობ ეხა რაღაცა თავარია მამაო თანამედროვე ადამიანს გიორგი ყველას ვეხვეწები ჩემი თავიდან მოყოლებული ჩვენ უნდა გქონდეს ერთ რამე მორჩილება ერთმანეთის პატივისცემა და ერთმანეთის აზრს ხო ერთმანეთის რაღაცა მაგიტომ შენას პატივს მამაო ხო გავითვალისწინოთ რა აბა რა მაგიტომ თქვენას პატივს მამაო ისიც არ შეიძლება ხე ერთი მარშრუტკა მიაყენო იმათ ნათლიებად ეს საშინელებაა საერთოდ რა ნუ ეს კიდე კატასტროფა არის ცალკე და ნუ რა თქმა უნდა ბავშვები ვინ ნათლიებს არ იცნობენ აი დაუკარგე ნათლები ბავშვები მოვანათლე ბავშვი და აი აღარ მოდიან ვეღარ მივდივართ იცით და ესეთი ცხოვრება მოვიდა არ ჯობია ერთი ყავდეს გვერდში ყავდეს და მოდიოდე კი რა თქმა ხო მაგრამ ხუთი რო ყავდეს და ხუთივე რო მიდიოდნენ ეგ ვაფშე მაგარი კი ბატონო არა ერთეულები ეგეთით ხო რა თქმა უნდა მამო არა უშავს ანუ ეს ჩემი პირადი აზრი არის რომელიც რა ვიცი ბევრს ბუხდეს მოწოს ხო და ეხლა შეთქვი ახალწელს როგორ ავდები ახალ აი ხო ეგ მაინტერესებს მამო ეხლა დღეს მაგაზე ვსაუბრობდი რომ რაზე არის ჩვენი ბედი დამოკიდებული მამო რომ ხშირად ეხ ბევრი ადამიანი გული მწყდება ხოლმე რომ ადამიანების ბედი არის რაღაცა ზოგი გველისას ელოდება ზოგი მაიმუნისა ზოგი რაღაცა და ამ დროს ამაზე არ არის ჩვენი აი რაღაცნაირად ადამიანს აქვს აი რაღაცა მოლოდინის რისი მოლოდინი უნდა კონდეს და რასთან ერთად გაიმარჯვებს ადამიანი თუ შეიძლება რომელიც მე პასუხებთ აი სულ ერთია რა მამო თუ შეიძლება ძალიან რთული და ძალიან იოლი შეკითხვა იოლი იმიტომ რთული მოდი გადავდოთ ვერზე დავიწყოთ ახლა ახსნა განმეორდება ეს იოლია გვიყვარდეს აი წარმოვიდგინოთ ახლა ჩვენ დღეს საქართველოში რამდენი ადამიანიც არის სხვა ეროვნებებიც ავიღოთ და ერთმანეთი გვიყვარდეს სულას და სიყვარულით მივმართავდეთ სიყვარულით ვეპყრობოდეთ ერთმანეთს რა იქნებოდა როგორი ცხოვრება იქნებოდა 64 არ იქნებოდა მაგრამ ძალიან იდეალური ცხოვრება იქნებოდა ხო ახალი წელიწადი მოიქნებოდა შობაც აღდგომას და ყოველივე თუ არა თუ ეს არ იქნა სიყვარული ახალი წელიწადში ნებისმიერი დღე შეიძლება ბოროტებით გაათენო ადამიანს და ბოროტებით დაგამხონ თავზე ყოველივე ბოროტმა ადამიანებმა და თუ სიყვარული იქნება ყველაფერი სიყვარულით დაალაგდება კიდევ გამეორდები ძალიან გვიყვარებოდეთ ურთიერთობას ამას დიდი ისა აქვს წირვის დროს რამე თუ ერთობით ვაღიარებდეთ და იმ გალობლები მე მამასა და ძესა და წმინდას გალობენ ხო ესეა მამ კი მამ ამას რატო ვამბობ ჩვენ რომ სიყვარულს ვასწავლით ხალხს ამით და თვითონ რამდენი მოძღვარი დგას იქ თუნდაც ერთმანეთს ვეუბნებით ჩვენთან არის ღმერთი ვიყვარებოდეთ ურთიერთობას მე ვასწავლით რომ სიყვარული უნდა იყოს სათნოება უნდა იყოს აი სათნოება რაში გამოიხატება ისევ და ისევ ბრუნდებით საწყისში თავმდაბლობაში თუ თავმდაბლობა არა ადამიანს არ ამოჩვენებით არა ნამდვილი თავმდაბლობა არც სიყვარული იქნება ვერ მოიკიდებს ფერს
გული სუფთა უნდა გქონდეს ადამიანს. აი ვნახოთ უფალი სადიშვა ხო სიბინძურეში. ადამიანის გული რა არის? უამრავი სიმბიძურის დამტევი. და თუ შენ გულს გაწმენ, მაშინ უფალი შენ გულშიდაც იშვება, თუ იქ იშვა შენ გულშიდაც იშვება. აი გაწმენ და ჩადები სიყვარული და ყველაფერი იქნება იდეალურად. ახალი წელი ჩოვას და კიდევ გამეორდები აღდგომას და ნებისმიერი დღე. ესე მინდა უსურო ჩემ ხალხს, ჩემ ქართულობას. კი და იქნება კიდევაც მოვეჭვი, არ მეყარო რაღაც პატარ-პატარა რყევები არის, იცი რა გიორგი, აი შენი გადაცემები სხვადასხვა ძალიან მე მინდა ასეთ კიდევ პატრიარქს მადლობა მოუხადო, აი საპატრიარქოს ტელევიზია. ეხლა ეს არის ბრძოლისველი. ბრძოლისველია ეხლა შენი გადაცემა ეხლა ვისაც უნდა მოვიდა, ეხლა მე ეხლა მრევლს მაგალითად ვეუბნები. მამაო, დღეს ძალიან ადვილია, ხო, მაგრამ აი ისა რო წამოწვევი მაგალითად, ხო? ჩარტი მაგალითად პასუხობს მოძღვარი, საპატრიარქოს რაღაცეები, სახარების განმარტება, მათე სახარების განმარტება. იცი რატო? იმიტომ რომ თითო შენი ტელევიზია, შენი გადაცემაა და საპატრიარქოს ტელევიზია. დანარჩენი ტელევიზიები, დანარჩენი პრესა, რადიო ხელს უწყობს აი ამ სიძულვილის გაღვივებას, ხო ესე აი ეხლა ეს თოქ-შოუები შენ ეხლა ცდილობ ეხლა თუ 2 და 3 მოძღვარი მოიწვია, ჯერ აქ ჩვენ ყველა ერთმანეთის ძმები და სიყვარულად მართლა ქრისტეში ვართ, არ არსებობს მე მოძღვარი რა ერთმანეთზე მერთო შემინდე, მაგრამ იქ ეხლა ნახე მოიწვევენ ორ დაპირისპირებულ ხარეს, რომ ბოლოს აჩვენონ სანახაობა და ამას მოზარდ ეხლა ნახე, ეხლა იცი რა სიმართლის თქმა არავის არ უნდა გესმის? დიახ. ხო და აგერ იქით გაიხედა ვის ბილს იტყვაობს, იქით ფილმები აიღე. ხო? ქართველ კაცს ამხელა ისტორია გაქვს. ამხელა ის გადაიღე 9 ხეხეულზე, 9000 მარაბდელზე გადაიღე, 300 არაგველზე გადაიღე. დავით აღმაშენებს იღებენ და ვეღარ გადაიღეს, ხო? მამაო, გენაცვალე შენ. იღებენ ახლა რაღაც სერიალებს, სადაც არის გარყვნილება, სიბინძურე და აგერ ავიღოთ და რა ქვია, მე რო შეშედიხარ ამ Facebook-ზე, არანაირი ცენზურა არ არის. ვისაც უნდა იმას აგინებს, თავდაყირა, ანამგინებებს სად იგონებენ, წარმოგენა არა მაგ და პასუხს არავინ არ აგებს, გამიგე? სკოლაში შეხვა? დაუჟელობის სინდრომი. სკოლაში ნახე რა ხდება სკოლებში. ეს ბავშვები ერთმანეთს წაკიდებულები არიან, ერთი ვიღაცამ კომენტარი გააკეთა და იმის ის ჩაერია, მე მედიებ თელიამები და ეს არის ძალიან გოდის ვიხდი, მაგრამ ეს არის მდაბიოობა, აი კომენტარის გამო რომ თელიამები ატყდება და სწავლა, ეხა ჩემი შვილები არიან ხოლმე და მე 5 კლასში წიწიკში ვიხედები. აი საერთოდ არაფერს მომცემ. ერთხელ პედაგოგი ხარ რომ ეს გაკვეთილი მოთხე აი სწავლოთ ხარ რომ პაპაჩი მომთხე მამა გიორგი რომ არის სწავლო. აი წარმოგიდგენთ მამაო მე ხუდ ეხლა მე რო შვილი არ მყოლოდა სახლში და მე არ ჩამიხედა მე მეცოდინებოდა. წარმოგიდგენთ ვიღაცა რაღაცა უცხოური სახელი ვიღაცა მაგალითად ჯეგი ვიღაცა რავი ჟოზეფა და ვიღაცა ეუბნება მეორეს რომ დაგენიძლავები რომ საქართველოშიც რა ადამიანიძლავები ვერ გავიგე ბირჟაზე ვარ. აი ეს ტერმინოლოგია ჩვენი წინაპრები სადღეგრძელო სვავდნენ ჩვენი ენის. წმინდა ილიამ საიდან თქვა მამული ენას სარწმუნოება. ენა, ქართული ენა, ღმერთის ენაო ამბობენ და უწმიდესმაც ასევე გაიმეორა ხო ღმერთის სამშობლო ადამიანი და აი ეს მეტყველება წეღანასაც თქვი სიტყვი თუ გულს მოგიკლავ და მე მამაო მინდა გავამახვილო ყურადღება იწეღანა ვახსენე მე ჩემს პირდაპირ უთხარი რა აი გთხოვთ მეთქი ახლა როცა კურთხევას არ ვაძლევ ხოლმე როგორც ასეთი და მაგრამ გთხოვთ რომ კომენტარებისგან შეიკავოთ თავი რა აი ყველას ვთხოვ აი კომენტარებისგან ეხლა ვუყურებ რა და არ მინდა ხა რაღაც გიორგი არ შეეცვალო ეს გზავრობის სტილი სადაც მივიდივართ ამ დღევანდელი გადაცემის არა ეხლა ეს რაღაც ამბები როა ვიღაცეები წერენ ნათესავები ჩვენი მღვდელი არაფერს იტყვის ეხლა თქვენზე ჩემზე ხო ჩვენი მღვდელი გამანებე შვილო ხმას არ ვიღებ ეხლა გუშინ წინ ვუყურებდი ერთი ჩვენი ოჯახის ნათესავი ვიღაცა თავის ბიძაშვილს უწერს რომ ანუ ეპაეკრება ესე საყოველთაოდ მიხვდი აი ეს მდაბიობა მე აი ძალიან ვერ გამოვთქავ ეს მდაბიობა და აი ამ Facebook-ის რაღაცეებმა ძალიან დიდი ზიზღი გააჩინა ერთმანეთსადმი დაპირისპირება გააჩინა და რა ვიცი ახლა მე ვფიქრობ რომ ახალი წელი რა არიცი მარხვის
ბოლო კვირა ახალი წელი და იქნებ ახალ წელს იმით შევხვდეთ რომ ხელახლა ჩაუღმარდეთ მე ჩემ თავზე რა უღირსი და უნამოსო კაკაცი ვარ რა შენებურად ჩაუღრმავდები და ერთიანად იქნებ უთხრათ რომ ერთმანეთს რომ შენდობას ვითხოვ რა იმ კომენტარებზეც ვითხოვ შენდობას აი ამ იმ გუშინწი რომ რაღაცა კაი სიტყვა ვერ გითხარით თქვა შენდობას და მე ვფიქრობ რომ აი ესე იქნება და აბა ისე დანარჩენი ტრაფარეტურია ჩვენ გულშიც იშვას ქრისტე შეუნდა მოიწვიო რატო არის მამაო მისის და შენც წირვაზე ხო ხარ რომ რატო იწყებ წირვაზე მე უფეო ზესთავ მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის That's mean that. ნებისმიერ ლოცვას. ხო, ნებისმიერ ლოცვას. ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა. ხო, აი ეს მე მინდა ვთქო რომ თუ ვინმეს ეხება ეს არ ვიცი ხა მე ძალიან დიდი ბოდიში მინდა არავის არ ვაღწევ, მაგრამ თუ ეს არის განათლების სამინისტრო თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო რომ აი რაღაცა ცენზურა უნდა იყოს. ცენზურა, იმიტომ რომ თაობა მე და ადამიანი დაცულად უნდა გზნობდეს თავს. მე მამაკაცი და ჩვენი თაობის სამღვდელოებას ხო? რო ვიტყვი მართლა ნახევარი საუკუნე გავლიეთ რა და ღვთისნა შეგეუნები გიორგი უკვე ფიქრობ რაღაც იქით. აი მამა რატო ფიქრობ ჯორი გეწე. თაობა მოდის იმ თაობას აი ამ მენტალობაში ვინ დაიცავს გიორგი. დიახ, თუ შეიძლება ხო, აი მაგას ერთ დავამატებ თუ შეიძლება. ისტორიის სწავლა, სწორად. ხო, ყველაზე ცუდი მამაო რა არის, რომ გაბოროტებული რაღაცა კასტა გამოჩნდა ინტერნეტით, მაგრამ ეხლა პიროვნულად ვერავინ ვერ წარმოადგენს და ვერ შედგნენ და მაგიტომაც არიან გაბოროტებულები და აი ამ იმის ქვეშ რაღაცა ინტერნეტ უკან დადგებიან და ლანძღავენ ხალხს. მეც ენას იფხან, იმედ ბოროტისაგან. სუფთა მასაი დემონიზირებული ხალხი, მამაო, ვერ შემდგრებით განან და მე თან რომ შეხედავ, შეხვალ და იქ საქართველოს დროშა უკიდიათ, იქ ევროპის დროშა და ეს არის საქართველო, ან ეს არის ევროპა, ის იმას რასაც წარმოიდგინე. სახლს გაუკეთე მარაზმია, მაგრამ წარმოიდგინე. ხუთი ჯვარი რა ყველაფერს თავიდანვანებოთ ხუთი ჯვარია ზემოდან შენ რომ მას ზაღს გაუკეთებთ შემოახვევ და გაატარებ ხუჩაში ეს არის მარაზმი ჩემს მიუღებელია უპატივცემულობა შენი სამშობლოს და შენი დროშის აღარ არის ლაპარაკი ჯვრებს 9 აპრილს პატრიარქის ურჩობა სადაც მიგვიყვანა დღემდე გრძელდება პატრიარქის ურჩობა დღემდე და აი ეს არის ყველაფრის ამის გამო ვიქით პატრიარქის ურჩობა არის ძალიან ბევრი რამის ცუდის შედეგი და აი მახსენდება ერთი ლექსი მთავრდებოდა ასე რომ ერს ასეთი პატრიარქი ყავდეს და ის მაინც შეშლილ მასას გავდესო და აი ვიცი მე ყველა ცხოვრება პატრიარქის მორჩილებაში ვიყოთ მისი სიტყვა მისი ლოცვა კურთხევას შევასრულო და ყველაფერი ახალი წელს კარგი რა ძველი წელი ერთი რაღაც კაი მინდა რომ თქვა მამაო რეგიონში ჩვენი ძმები აუცილებლად ის მოდელები მამაო რომ აი დიდი პატივისცემით გოვრიდან მოყოლებული ხა მამაოს რამხელა პრეზენტაცია იყო წიგნის და იმის აი მამებს აი ყველას მინდა რომ დიდი პატივით და დიდი სიყვარულით მამაო თქვენთან რეგიონის მოდელები ესენ ჩვენები არიან მაგრამ ძალიან მოიკითხოთ აუცილებლად ძალიან მიყვარს საერთოდ მე აი მამაო მიცის უკაცრავად პირდაპირ ვამბობ მაგიდასთან როცა ვარ და ვიხმევთ ხოლმე და პურ ვღვინოვობთ არა პურმა რომ პურ ვღვინოვობთ ყოველთვის ვამბობთ რაიონებში, რეგიონებში და მთაში მოღვაწე ბერ მონაზნობის სადღეღელოს, იმიტომ რომ ჩვენ აქ ვართ გამიგე და რაღაცა პრეტენზია გვაქვს მანქანის გამონაბოლქვას და იმათ მანქანა ენატრება და უპირველეს ყოვლისა მამებო, მოგვიხსენეთ, ჩემოთკბილებო, ჩემოძმებო, რა თქმა უნდა, ჩვენ საძმოს გორის ეპარქიიდან მოვიხსენებ, რა თქმა უნდა, ყველას თბილისის და ყველას, აი მე წეღარ მაგით დავიწყე რომ რაც ჩანს მამა გრიგოლის რაც ჩანს გიორგი შენთან და რასაც კიდე ამის იქით ვხედავ და ვუსმენთ ხო მე ვარ ბედნიერი რომ საქართველოს ეკლესია ესეთი ძლიერი ნიჭიერი და განათლებული სამღვდელოებით სავსე არის ეს არის თითოეული მღვდელმთავრის და თითოეული მღვდელმთავრი რა თქმა უნდა პატრიარქის დამსახურებულია და პატრიარქის გამორჩეულია და პატრიარქის დაამსახურება და ზოგადად ჩვენ გვაქვს დიდი მიზეზი ბედნიერებისა. მე სულ ვამბობ ხოლმე რა. ხო, იმიტომ რომ ბედნიერი ხარო ხარ მართლმადებელი, მე ვამბობ ამას. ბედნიერი ვარო რომ ვარ ქართველი და ვარ იმ დროს როცა ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. ბედნიერება და ეს უყოფნის ბედნიერება და მე ვიცი რომ მამაოს მიუხედავად იმისა რომ დიდი ტკივილები აქვს თავის პირად ცხოვრებაში არის უბედნიერის კაცი აი ამ ყველაფრით რომ არის ქართველი მართლმადებელი და
მადლობს ღმერთს და პატრიარქს. მოვიკითხავ ჩვენ საძმოს და მამებო მოგვიხსენეთ. დიდი სიყვარული. დაგლოცეთ და შობის შემდეგ შავი საძმოს. უფალი გვასწავლის რომ მე ვარ მეგობარი თქვენ და თქვენ კი არ მეძებთ მე. თუ კარგად გავანეზებთ ამას ყოველივეს უფალს სიტყვით აღიარებული ჩვენი მეგობრობა კი არ ჭირდება. საქმით დანახული მეგობრობა. ჩვენ თუ მოძღვრები ერთმანეთის მეგობრები არ ვიქნებით და ვერ ვიქნებით. მაშინ ვერ შემდგარა ვერც ეკლესია. როგორ გული მწყდება ხოლმე ხანდა. ამიტომ ძალიან მიხარია ხოლმე რომ ძალიან ბევრი მოძღვრები მყავს მეგობრები და მისვლა-მოსვლა გვაქვს ერთმანეთში და სხვადასხვა რაიონებში ხა მე წეგანაც აუგუსტში რომ ჩემ ტაძარში ძალიან ბევრი მოძღვარი გაიზარდა. სადღაც რო არ შემწყვეს 18-20 მოძღვარი ყავს პრაქტიკაზე გატარებული ჩემთან. და სხვა რაიონებში არიან. ისინი ჩემი მეგობრები არიან. ასევე გორიდან დავიწყოთ, რადგან გორზეა საუბარი, გორის მოძღვრები ჩვენი ძმები არიან, მაგათ ვენაცვალეს სუყვალას და ასე ჭიათურაში, საჩხერეში მყავს, დედუფლისწყაროში, სადაც მოღვაწეობდი ზესტაბონში, სუყვალგან მყავს მეგობრები. ქუთაისში, თელ საქართველოში. ხო, რომ ჩამოვიდა. მისვლა-მოსვლა გვაქვს. შეიძლება ყოველდღიური და ყოველთვე ვერ ვახერხებდეთ ამას, მაგრამ საუბრები გვაქვს სატელეფონო ლოცვებზე დავდივართ ერთმანეთთან და თუ მოძღვარმა ის თქმა მინდოდა არ დაანახე შენ მრევლს რომ შენ ყავს შენი თანამლოცველი მეგობრად მაშინ ვერც მრევლი ვერ შედგება და ვერ იქნება შენი მეგობარი მე მრევლი ჯერ მეგობარი მჭირდება და მე ამხსარებელი თუ ეს ასე არ იქნა თუ მოძღვარს მეგობრობა არ შეუძლია ვერც მრევლს ვერ ემეგობრები და თუ მრევლს ვერ ემეგობრები ვერც მრევლი ვერ გიყოლება შემდგარი კიდევ გამეორდები და ეკლესიაც იქნება სუსტი ამიტომ დავიფაროს ერთმა ასეთი რაღაცა და გავაძლიერო სიყვარული რა თქმა უნდა მეგობრობა სიყვარულის ერთ-ერთი გამომჟღავნებაა თან ძლიერი გამომჟღავნება ხათაშორისაც ვნახე გუშინ მამა გიორგისთან ვიყავით ტაძარში და ვნახე ის სიყვარული თქვენ საძმოს მოვიკითხავ აუცილებლად მამა დანიელის მამებს ყველას მოვიკითხავ ბედნიერება და სიხაი მართლა ერთობა და ის ვნახე ეს ამხელა სიყვარული და მადლობა გიორგი საუბარი თქვენი დამსახურებაა მამა მე მინდა ვისარგებლო თქვენი გადაცემით და ყველა იმ ჩემ მეგობარს მინდა მადლობა მოუხადო რომლებმაც გარკვეული ფინანსური დახმარება გამეწიეს რომ მამა იოსების წიგნი დამებეჭდა ხოხონიშვილის მამა იოსებ ხოხონიშვილის ჩემ აი ვერ ჩამოვთვლი მეორნი არ არიან ხო არ უნდათ თვითონ და იმიტომ ხო ვერ ჩამოვთვლი სახელი და გვარით მაგრამ დიდი მადლობას ძალიან განიცადეს ჯერ მამოს გარდაცვალებაზე სანამ გარდაიცვალებოდა მაგრამ დავიწყეთ ამ წიგნზე დაბეჭდაზე საუბარი მე და მამა იოსემ და მას არ უნდოდა რომ ხალხი შეეწუხებია საკმაოდ ძვირიждდებოდა მისი მკურნალობა და წიგნზე ვეღარ შევაწუხებ ხალხს მევთხარი მე ვთავობ მეთქი ამას ყოველივეს და წავიყვანე პირადად მე ჩავიყვანე რედაქციაში და იქ დავიწყეთ დაკაბადონება ყველაფერი და გარდაიცვალა ცხონებული წინის დაბეჭდოს ვერ მოესწრო მაგრამ ის ჩემი სამეგობრო მე გარკვეული დამიგენ ფინანსურად მხარში და მე შევძელი ეს წიგნი დამებეჭდა მისი სულის უღწევსაყოფად და ღმერთმა ყველა ის ჩემი მეგობარი დამილოცოს და გააძლიეროს საერთოდ ყველა ვინც კი არის მე ყველა დალოცული იყოს სულ ყველა იმიტომ რომ ზოგ შეიძლება არ აქვს ფინანსურად დაგდიღეს გვერდში, მაგრამ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამას რო გეტყვის და ილოცებს შენთვის იმას რაჯობები მამია რა. ამინ ამრავ. მე მინდა ამაზე გადავიდე პატარა თემაზე ტაძარს რო ვაშენებით ორხევში. რა მამა იუმორისტულიც რაღაცები მოხდა. ხო ახლა მე აი მაგას გეტყვი ახლა. ხო და მოდიან ეს ახალგაზრდები და იცი მამა აქ რომ გიორგიმ როცა ეს ტაძარი ააშენა მოგეხსენებათ ის ერთნავიანი ბაზილიკა იყო როცა ის დავიშინა წინასწარ ახლა სამნავიანია გავადიდე უზუნდესის კურთხევით და ეს ზარმაციისა რაღაცა ხო ახალგაზრდობა აუ მამა ახლა ვერ გეხმარებით იცი გიორგი როცა აშენებდა მაშინ ვეხმარებოდის გიორგის დაავაშენდა ახლა როგორ არ მეხმარებით მეთქი თქვენ მე მეხმარებით ერთხელ ორჯერ სამჯერ და დაინტერესდა ერთი მე და მამა სულ მაგას გვეუბნები გეხმარები და როგორ გეხმარებითო ჩვენო შენ არ გეხმარებითო რატო ხელს რომ არ მიშლი ამაზე მეტი მოხმარება რა არის ხელს რომ არ მიშლი რასაც ვაკეთებ წოდი ხო და
ესეა რა. მამა ჩემი მეგობრები იმერელია და ეს იუმორის ალღო არ და ცოტა აუღებს ხოლმე რაღაც. სიტყვას გეტყვის იმისთან. ჩემი მეგობრებით მე ძალიან ვამაყობ, ასევე მამა გიორგი, ჩვენ ფაქტიურად საერთო მეგობრები ვყავს. კიდევ ვიტყვი, ჩვენი მეგობრების მხრებზე ვართ. ისინი არიან ჩვენი დამფინანსებლების, გვერდში მდგომი ჩვენი ჭირის დახენის გამზიარებელი. თქვენი ვიცი რა, მამა გიორგის ვერ ვნახე და ეს მაინტერესებს. თქვენ არ გინდათ მამა, მადლობა მოუხადოთ ვინმეს ისე ჩვენებს, აი მართლა რო გულით, იმიტომ რომ მართლა აი ჩვენებსაც მადლობას აქ სერიოზულად მინდა არა რომ ჩვენებსაც მადლობას მომოუხდეთ. ყველას რომ აბსოლუტურად აი ყველას ვთხოვ, შევეხვეწები. იმდენი ვყავს სამადლობელი, იმდენი. აი ყველას შევეხვეწები. ვერ ჩაიტან აბსოლუტურად. ვისაც ჯერა ჩვენი კიდე იცი ვის შევეხვეწები გიორგი? აი რომ ბოდიში უკაცრავად რო ყვირიან სად არის ეკლესია იმასაც შევეხვეწები ყველა შევეხვეწები რომ წლის ბოლოს გვაპატიეთ რომ თქვენაირი ბრძენი ხალხი ვერა ვართ გვაპატიეთ რომ თქვენაირი წიგნერი ხალხი ვერა ვართ არ გვესვით ჩვენ რაღაცას თქვენი მისწრაფებები და შეგვინდე და დაგვიდეკით გვერდში და დაანებეთ რაღაცებს თავი და ერთი წამსი კონდეს რა საქართველოს ჩვენ წინაპარს გააჩნდა უფალი და სამშობლო რა აი ეს უნდა კონდეს რომ აი მომავალი წლიდან ერთობით შეუდგეთ რა უფლის დიდებას და სამშობლოს მსახურებას აი შენდობას თქო მე ყველას აბსოლუტურად ის და პატარას ნაცნობს უცნობს და მთელ ერს და ასევე თქო ჩვენ მოზარ თაობას რომ ინტერნეტის კაია ყველაფერი Facebook-ს კაია მაგრამ წიგნი მაინც თავისებური დიდი მადლი აქვს ამ წიგნს და ცოტა მეტად ჩავიზუროთ იმიტომ რომ იცი როგორ არის ძალიან ხშირად მithქვია მამაოს და ჩვენი მეგობრებს რომ სანამ ჩვენ ვართ კიდე ხო სანამ ეს ჩვენი თაობა კიდე არა უჭირს იცი მაგრამ ჩვენი თაობას რომ აღარ იქნება გიორგი არა ეს აი რაღაცა კიდე ერთხელ მინდა თქვა რა იმ ტელეფონში ჩაძირული წარმოგიდგენი ახლა არის ჩვენს ხო შევესწარით არა ჩემთანაც მოდიან სტუმრები თქვენთანაც მოდიან მამაოს ახლა მოგვიყვანა თავის შვილიშვილებმა და აი ეს ხედან და რაც არის სენი რაც არის ხა მე ახალს ხო ვერაფერს ვერ ვიტყვი რა სენი რაც არის და ისი კოთახში ესაკაც და აი ამ მე სულ ვამოვდი რომ სანამ ჩვენ დგავართ ანტიქრისტე ვერ შემოვა გამორიცხულია იმიტომ რომ ჩვენ დგავართ იმ სიმტკიცეზე კიდე გავიმეორე რასაც უფალი ქვია თავისი ცნებებით და იცი რითი რასაც გვეუბნებოდა ჩვენ წინაპარი რომ ეძიებდით სიკვდილს ქრისტესათვის თავგანწირვას და აი ერთ-ერთი ის მახსენდება რომ ერთ-ერთი ესეთ კაი ფრაზაა რომ მადლობელი ვარ უფალო ამ ტურფაცის და მდელოსთვის გარდაცვალებას მაღირსე შენთვის და საქართველოსთვის ეს იყო ჩვენი აბსოლუტური ცხოვრების დევიზი და მე მინდა რომ ჩვენ რო აღარ ვიქნებით აი ეს თაობა ადვილად შეიძლება რომ იყოს სამართავი საერთოდ უციგნური ადვილად სამართავი ხო ადვილად ხო და უციგნური ადამიანი აი ერთ-ერთი კარგი ფილმი არის ქართული ფილმია წინაპართა აჭრდილი თუ რაღაცა ესეთი კარგი ფილმი იქ არის რომ უციგნურობა და შური ღუპავს ერს და არამტრის შემოსევა გამიგე აი ეს არის რომ ჩვენმა ყოველს დიდი ხერი ეგარი უციგნურობა და შური გაუნათლებული სუმაგას აი ეგარი ხო და სუმაგას ვონებ რეალსაც აი ხა თუ გვისმენე ყველა სუმაგას გადაგებ რომ ნუ შეგშურდება ნურავის ნურაფერი როცა შეძლიერია შენი მეგობარი, შენი მეზობელი, თუნდაც მატერიალურად. ილოცე, ღმერთს მადლობა უთხარი რა. და კმაყოფილი იყავი იმ გიხაროდეს და შენ იყავი კმაყოფილი იმითი, გამიგე რომ რაღაცა რასაგან ეს სულ მეუბნებ ხო რომ მივდივარ ვიღაცა სტუმართან. ხო არ აქცია, ხო არ აქშია. კმაყოფილი იყავი, იმიტომ რომ ღმერთსაგან იმდენი ძალა მოგეცა, სულიერად, გონებრივად, ფიზიკურად, ფინანსურად ცოტა ნახე ჯობს მცირედი მართლისა ვიდრე მრავალი უკეთურისა არ აქცია და ღმერთო დიდება და მადლობა ყველაფრისათვის და ნუ შეგშურდებათ ერთმანეთის და აი რა ვიცი ღმერთის წინაშე კიდე ერთხელ მინდა რომ პატრიარქის მორჩილებაში ვიყოთ რა პატრიარქს დავემორჩილო და დამერწმუნეთ რომ აი 25 წელი იქნება ნახავ როგორ წელი სიყვარულის წელი იქნება ერთობის წელი იქნება და ჯობია რომ ვილოცოთ ერთად ვიდრე რაღაცა რუსთაველი გადავწვათ და რაღაცა ლიმონკები ვისროლო და რაღაცა კოქტეილები ეხლა მე კი არ ვაპოლიტიზირებ ისე ყველას მომოუწოდებ რა და მე მინდა თქვა რომ უფლის წინაშე
ყველანი ვართ ცოდვილები და ჩვენ ცოდვებს მივხედოთ რა და რა ვიცი ჩვენ დიდი სასამართლოც უფლისწინაშე იქნებოდა. სულიერზე მეტი ყურადღება გავამახვილოთ უფრო ვიგრე ხორციაზე ან მატერიალზე ან რაღაც აი იქნება ყველაზე მაგარი. გიორგი მე აი მაო გიორგის დამეთანხმება არის კატეგორია ხალხის მრევლის მქონე ესეთი ისა რაღაცა ქვია ურთიერთობა ხალხთან რომ გაულიერ თქვათ მანქანას. კარგი მანქანაა და ემას უნდა ყავდეს ახლა ეს მანქანა და მე ასე ამით უნდა დავდიოდე ბიჭო გამცინებია შედალუცინო იმას თუ ყავს ის მანქანა იშრომა და ყავს შენც იშრომე და გეყოლება თუ იმას უყიდეს ვიღაცებმა ალბათ იმიტომ უყიდეს რომ მას სიყვარული ხონა იმ ვიღაცის მიმართ და მან დაუფასა და უყიდეს მანქანა შენს კონდეს ეს სიყვარული რომ ვინმე გამოშეს და გიყიდოს ან იშრომო და კონდეს შენ აი შური არ კონდეს ოღონ არ კონდეს შური რატომ უნდა გშურდეს ვინმესი არ განკითხვა პირველი რა წეღარეთი როცა ბევრია ესეთი კატეგორია ხალხის რომელსაც არ უყვართ გაცემა არაფრის და სხვა რომ გასცემს იმისის გეშურს რომ ის რატომ იძლევა დახმარებას ვინებს მიმართ და იმას კი არ ფიქრობს რომ ანალოგიური თვითონაც გაიმეოროს და გააკეთოს არა იმის შურს იმიტომ რომ ის რომ ამას მაღალიც აძლევს ამას არ უნდა რომ გაიმეოროს მისი ქველმოქმედება რომ არ გაიმეოროს ამიტომ შურს არა და ეს ხო მაცხოვნებელია მაცხოვნებელია რა არის უწმინდესი სუმაგას ამბობს რომ იჩქარეთ მოწყალება იჩქარეთ სიკეთის კეთება რაც არის მაცხოვნებელი ღვთისნა იცი ბოდიში მამა ბრძანე რაღაცა ბრძანო შენ კარგად იცი მამა გიორგი რომ გავედით ტაძარში უბრალოდ ცემენტით იყო გალესილი ტაძარი მეტი არა ხატი არა ბარძიმი არა ფეშხუმი არა წიგნები არა არაფერი არ იყო მრევლმა დააყენა დღეს ტაძარი ფეხზე რაც არის ჩვენმა ჩემმა ყველას აი თითო თეთრი რომ შემომწირა იმათაც მადლობას ვუხდი ყველაზე დიდი სიყვარულით ყოველთვის ვამბობდი ხოლმე რომ მოდით თქვენ მე შემომწირეთ იმდენი რამდენიც შეგიძლიათ აი ამ საქმისთვის მე უფალი გამოაჩენს ვინც დაასრულებს ამ საქმეს აი 24 წელიწადია აი ფიცი და მტკიცი არ შეიძლება დაფიცილებით ამის დამტკიცება მაგრამ უფალმა ხო იცის რა გულით ვამბობ არ ყოფილა საქმე დამეწყოს რომ ის არ დასრულებული იყოს იმ სიკეთით როგორ ჭირდებოდა დედა ეკლესიას და დღეს ერთ-ერთი ულამაზესი ტაძარია თავის შემკულობით და ფრესკებით და ყველაფრით და ეს არის მრევლის დამსახურება იმ მრევლის რომელსაც არ შეშურდა არავის ერთი თეთრი დამეხმარა მე სხვა გამოაჩინა მაგრამ იყო კატეგორია ხალხის რომლებმაც პრეტენზია გამოთქვეს თუნდაც რატომ აშენდა ბახში ეს ტაძარი აქ რამდენი ტერიტორია აქვს შემოღობილი 2000 კვადრატი 2500 და რამდენი ბავშვი ითამაშებდა აქ 3 გექტარია ბაღი სადაც ეს პატარა მიწნაკვეთი გამოიყო და აშენდა ოღონ ეს აშენდა 2000 წელში ცხონებულმა სულნათმა კაცმა გიორგი ჯაყელმა აშენა პარლამენტის ორგზის მოწვევის პარლამენტარი იყო და გარდაიცვალა იმ ფაქტით ნათლიღება ღამეს 43 წლის ასაკში ძალიან თბილი ადამიანი იყო ხო და აი ამ ადამიანმა ის გააკეთა რაც მას შეეძლო ის ქველმოქმედება იყო ის დახმარება იყო სულიერი დახმარება არ არის ეს რამდენი ადამიანი ეზიარება იქ რამდენი ბავშვი ეზიარება და შედარუცილო იმას თუ წუხარ რამდენი ბავშვი ითამაშებდა ამ ტერიტორიაზე ის რატომ არ გიხარია რამდენი ბავშვი აცდა რაღაცას და ტაძარმა ის დააყენა სწორ გზაზე და რამდენი ბავშვი ეზიარება ყოველწლიურ როცოს აი ქველმოქმედება მეგობრობა ერთმანეთთან თუ დავაკავშირეთ ყოველთვის გამოიწვევს ამ დიდ ფაქტორს რასაც ქვია აღშენებლობა სულიერის და ფიზიკურიც რაც მინდა უსურო ჩვენ მრევლს ჩვენს ქართველობას ჩვენს ქართველ ხალხს აღარ მინდა პოლიტიკური გამოვიდეს რამე მაგრამ ვინც კი არიან მიტინგზე რა გრძნობით არიან რა შემართებით არიან ყველას მინდა უპირველეს ყოვლისა სურვილი ჩემი არის უსურო სიყვარული
სიყვარული და გვიყვარდეს ერთმანეთი და აღარ იქნება ეს. სხვადასხვა ძალიან ბევრი ერი არის. აი ეს შინაგანი, აი ეს ბოდიში უკაცრავად ეს ჭუჭყიანს მე ვუწოდ, ეს ჭუჭყიანი ხასიათი კი არა აქვს და აი ეს ქართული რაღაც აი ვაჟას იცი როგორ აქვს. ვაჟას აქვს რო წეღან მერაზე გამაჩერა ნათლობაზე გამაჩერა თვითონ ისეთ სასწაულს იყვის ეხლა არა არ ვეთქვი არა ვაჟას აქვს ჩამოყოლილია გაიგე და მაინც ვემდური ზურგს უკან ეს ქართული ჯიშია აი არ მე და პოეზიის აღამო რო გავმართო მე მინდა უთხრა ყველას რომ მე მინდა უთხრა ყველას რომ მოწყალება პატრიარქის ტყვა არის იჩქარეთ სიკეთე მოწყალება და მამაო ერთ წმინდა მამათა პატრიარქიდან მოვიყვან ესეთ რამეს რომ აძარი იყო მოსახატი რა გიორგი ესეთი პატრიარქია და ერთ-ერთი მდიდარი ადამიანი იყო და მან 15 ოქრო შესწირა და მისი ოქროთი მოიხატა გარკვეული ნაწილი ადგილი რა ხო და გარკვეული დროის შემდეგ თავის მეგობარ ადამიანს მდიდარ ადამიანთან მივიდა უთხრა რომ 15 ოქრო გადავყარეო ტყილაო რა ძალიან ნანო ფორო ის 15 ოქრო გავიმეტეო და მეო ზარაში წავედო და ამან უთხრა რომ მოდიო მე ხო პატონო ეს რო აძლევდა ხო და მოდიო აზარში მივიდეთო იმ წმინდა ხახატა რომელიც ამ ეს ფრესკასთან და მე ამ 15 ოქროს მოგცემო ოღონდ უთხრა რომ მე შემიწიროსო და წარმოიდგინე რა ხდება რომ ეს 15 ოქროს აძლევს და ეუბნება რომ მას შევწერო და განუტევა სული და როგორი მაცხონებელი შეიძლება ყოფილიყო მე მინდა სვენერს უთხრა და მაყურებელს კარგად გაიგოს რა არის ის მოწყალება შეიძლება იყოს მაცხოვნებელი აი მე ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე სოფლებში რომ მივდივარ მამაო აი ისი რა მახსენდება ბოლო ჟამის ადამიანებიო გარდა იმისა იქნებიან უყვარლნი და არის მომხვეჭველნი იქნებიანო და ძალიან ხშირად ეხლა სადაც ხელმეწიფება ამბობ რომ შენ ეზოს გამოცდი სოფელს გაუკეთე რაღაც აი დაინახავ რომ ულამაზესი სახლია გაიგე და ამ დროს სახლის წინ არის საშინელი ტალახი სადაც შეიძლება უბრალოდ ორი რაღაცა ბეტონი ჩაასხა და ელოდება როდის ამ სოფლის მერია ჩემ სოფელსაც მაგას ვეუბნები თუ მომიწია რაღაცა ან ბოდიში ახლა ერთად რო შეიკრიბება ხოლმე სოფელში ან ეს არის ქელეხი ან 40 ვეუბნები გამოცდი ამ შენ სახლს ეხლა ჩვენ იცის მამაო შემოვლე ბაზალეთში ორი ეკლესია აღსდგა და ეხლა მონასტერს ვაშენებთ გამიგე და ბიჭო თავარი რა არის რო წახვალ ამ სახლიდან გაგასვენებენ გამიგე და შენ სოფელს და შენ სოფლელებს და შენ შვილებს და შვილიშვილებს რას უტოვებ გარდა იმ შენი რაღაც სახლის რო ეს გააკეთა მამამ და პაპამ აი მონასტერს დაინახავეთ აი რაღაცა პატრიარქს ამბობს ხეები დადარგეთო ხეებიო რო იმ და ეხლა ამბობდა რომ ხეხილი რო რაღაცა ნაყოფი მოგწე რო გადა პაპისა და მე ვთხოვ ყველას რომ კარგია ლამაზი სახლები რა თქმა უნდა მამამ შემოვიდა ქრისტიანობა არის რა თქმა უნდა ყველანაირი სისუფთავე მათ შორის ფიზიკურიც აბა სუნი რო აგდეს და წიწიროზე რო შენი სული მაწუხებს ეგ არის ქრისტიანობა ხო და ამიტომ ეს ყველა ძალიან კარგია მაგრამ სამშობლოს მიხედეთ სამშობლოს თქვენ სოფლებს მიხედეთ და რა ვიცი თითო ეკლესია მაინც შემატეთ თქვენ სოფლებს გზახმერ გავაკეთეთ შეიძლება ეკლესია ფიზიკურად ვერ ააშენო გადააკეთონ მამამ არ მე ზეონებს რო ხედავ რომ უდიდესი აღარ მე რა თქმა უნდა ისაუბრო გზა აი უწმდესი რას ამბობს როდესაც ხედარგო გზა გულში უნდა გაიწმინდოს და ღონებაში მამი რო გააკეთოს აბრაამ ლინკონს რო იგონებდა უწმდესი ერთ ქადაგებაში რომ ლინკონმა რა თქვა რომ ამერიკას მიმართავ რომ თქვენის კი არ უნდა იფიქროთ რომ ამერიკა ჩვენ რას მოგცემსო თქვენ რას მისცემთ ამერიკას შენ რას აძლევ შენ სამშობლოს ამაზე უნდა იფიქრო და ეს იმიტომ თქვი რომ მოწყალება გაიღე ეს ყველაფერი და პატრიარქს კიდევ ერთხელ მინდა თქვა რომ შემოვლე რას ამბობს ჩვენი უწმესი რომ როცა გასცემო გამღები უფრო მეტად ხარობს ვიდრე მიმღები უნდა ხარობდე ხო ხარობს ეგრეა თუ სიმდაბლე სიყვარულს და ხა თუ იმიტომ გაეცი რომ დიდება მოიპოვო აქ ქრისტე არაფერი შუაში არ არის კი მართალი ბრძანდებით მამაო და თუ შეიძლება აი ყველაზე საინტერესო აი იმას მივადიქით იმიტომ ბევრ ადამიანს ალბათ გაიხარდა ისო თქვენ ხარ სტუმრად და რამდენად მაგარი ერია ჩვენები და რამდენად მაგარი
ადამიანები ცხოვრობენ საქართველოში, მამაო, თუნდაც ემიგრანტები, პატრიოტები, ისინი თუ შეიძლება რომ აქედან შეაქო და მოიკითხოთ, იმიტომ რომ ვინმეს გული არ დაწყდეს, მამაო, რომ არ გამოგჩეს. ხო ხდებით, აი ვიცი რომ თქვენ იცით ყველაზე მაქსიმუმი იმ რაღაცა თანადგომისა, მოფერებისა და როგორი ხალხი იზრდება საქართველოში, მაინც აი ერთიანში, მაგრამ 60-ისათვის დავადებული ადამიანები რა, ეხა ვიცი, მამაო, პატარა კამათი იქნება, პატარა უთანხმოება, რაღაცები იქნება, მამაო. ეს გარდაუვალი, ეს ისევე ჩვენი მამხილებელია, ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ბოლოს ერთად ყველა უნდა ვიზეიმოთ ზეცაში. ჩვენ უნდა იბერია უნდა გაბწყდეს რა. ჩვენ ესეთი ვიქნებით, თუ ისეთი 64 იიძულების და აუცილებლად რაღაცა ეს ადამიანები უნდა ცხონდნენ რა. თუ შეიძლება მამაო, რას ურჩევთ და როგორ მოიფერებით ამ ადამიანებს, იმიტომ რომ სულ არ ეგონოთ თუ რაღაცნაირად ანუ არიგებთ, აი მართლა მარტო დარიგება კი არა, აი მართლა ჩვენთვის ხართ ყველაფერი რა. აი თითოეულ მამაო მართლა გეუბნებით, აი გეფიცებით ყველაფერს, რომ აი თითოეული აი ნებისმიერი ადამიანი ყველაზე აი ძალიან რო არ მომწონს მაგალითად ის ადამიანი ჩემთვის ხვალ ჩემა ქრისტემ რომ მითხრას მისთვის სიცოცხლე უნდა დავთმო რა და მე გამიხარდება თუ ძალიან მაგრები იქნებიან ეს ადამიანები. მე ესე გეტყოდით და პასუხს ყველას ამას ურჩევდი სად არიან მოძღვრები, რატომ არ არიან ჩვენ გვერდში და ასე შემდგომ არის ამის პრეტენზიები აქვს კი ფიზიკურად ჩემს ყოფნას ან მამა გიორგის ყოფნას რანაირი მნიშვნელობა ექნება თუ ჩემს სიტყვას არ შეისმენ შენ მე ვლოცულობ შენთვის ვლოცულობ ყველასთვის იქ ვინც არიან რა ვერ იქნებით ხო რა ხარისხის გონებით არიან და რა ხარისხის სიყვარულით არიან გაბრაზებულები არიან ძალიან თუ ნაკლებად გაბრაზებულები თუ როგორ არიან არ აღჩენს მე ვლოცულობს მამა გიორგი ვლოცულობს დედა ეკლესია და იცი რა საღავს ეს მე როცა მინდა გიორგი შენ გაჩუქო საჩუქარი და შენ არ ღებულობ ამ საჩუქარს მე რამდენიც არ უნდა ვიყიდო ის და მოხცე შენ თუ არ მიიღებ იმ საჩუქარს შენთვის ღირსება აქვს არ აქვს ამიტომ ჩვენი ლოცვა რომ მათთვის სათნო იყოს და მათთვის რომ იყოს სიძლიერე სიყვარული ნაქონეთ მათ და უნდა იყოს ამ ლოცვის მიმღებნი თორე ჩემი ფიზიკური ყოფნა მათ გვერდში არაფერი არ არის არაფერს არ გამოადგენს პირიქით შეიძლება ხელი შემშელიც იყოს მამა მე მინდა რომ ის ლოცვის მადლი მიიღონ მათ ხოლო თუ როგორ ლოცულობთ ჩვენ მოვიდონ წირვაზე და მოისმინონ როგორ ლოცავთ მათ მოძღვრები და მიხვდებიან მე ამას ყოველთვის ჩვენ ყოველთვის ვლოცულობთ და მართლა გულით ვლოცულობთ ისე მამა ეს როგორც მშობელს ყველაზე მეტად ებრალება და ეცოდება თავისი შვილი და ყველაზე მეტად ცდილობს მისთვის ისე არის ყველა მოძღვარი ყველა იმ ქართველისათვის ვინც იქ დგას დღეს ყველაზე მეტად მათთვის ვლოცულობთ უფლისწინაში როგორ მათ მიიღონ ეს ლოცვა როგორ საჭიროა ისე დიახ, თან მამა ყველაზე მაგარი რა არის ის რომ შეიძლება თქვენ მოგიწოდონ რაღაცა, მაგრამ როცა თქვენთან საერთო არ მაქვს. ო ვერანაირად. აი, უბრალოდ აი ხაი წარმოგიდგენთ რაღაცა რომ გამიჭირდეს და აი საერთოდ სხვა რელიგიის წარმოადგენს რომ ხაი იმათვის ვართ ჩვენ უცხონ. აი ხო არ გელაპარაკება იქ მაზიარებელი ან ეკლესიის წევრი, ხო? უცხო ადამიანი, აი ვინმე მუსლიმმა რომ მოგმართოს, რომ სადახარ ისა რა ქვია, მამაო, აი რა შუაში ხარ შენ მასთან? ხო, აი ეგეთი რაღაცა, იქ არ დგანან ეკლესიის წევრები, აი მაზიარებელი არ იქნება, მაზიარებელი არის, აი თუნდაც ყველაზე დიდი ტკივილი იყოს ამის. 9 აპრილსაც მაგარი კონსულტა პატრიარქმა ურჩია ჩავიდეთ ტაძარში, არ ჩავიდნენ, მოხდა ის რაც მოხდა, დღემდე ვიმკით იმას. ეხლაც დგანან იქ ხარშვეთთან მამები. თან მამა ამის უკან შედიან ვინმე ლოცულობს იქ, თუ შედიან მარადმისთვის ისევაც. თუმცა მე აი ის რაც სიტყვაზე ვიღაცა შეიძლება პიროვნულად დაუშავდეს ამ ყველაფრის ძალიან რა თქმა უნდა რაცო ყველა ცოდვა უბრალო ეს ხელი თითის გადაგრეხისთვის ყველა ცოდვა კაცო ყველა პატიმარი მეცოდება და ყველა პატიმარისთვის ლოცულობდა ყველა დაშავებული მეცოდება თქმა უნდა პატიმრების შეგნება ნეტა ბევრს მისცა საქართველოში კარგი იქნება ძალიან და თუ შეიძლება მოვა 4 წუთი როგორც აქ ამ პატიმრებს კი არ გვა ის საერთო ჯამში რა თქმა უნდა საქართველოს აი მიჭერესი ხალხი ზოგადად ვამბობ არც იმაზე არ კონკრეტულად ესეთი კარგი ფრაზა ერთი ფილოსოფიური რომ ვისთანაც სიტყვა არ აჭრის იმასთან ჯოხიც ზედმეტიაო კი რა თქმა უნდა გამიგე
აი მამო იცი რა არის მიმღებლობა რაც ახლა ჩვენ თითქმის ამაზე ვსაუბრობთ გამიგე აი ნახე უწმდეს რას ამბობს მოусმინეთ ერთმანეთს გაიაზრეთ იმის სიტყვა ძალიან ხშირად მithქვია როცა ადამიანი მოწმამაო და როცა ვიწყებ საუბარს ეხლა მეთქი მე და თქვენ როგორ საუბრობთ როგორც მართლმადებელი და სექტანტი ეგ რა შუაში და შუაში კი რა თავში იმიტომ რომ სექტანტთან რო საუბრობ ის დაჯერებულია თვით დაჯერებულობა საშინელება ხამხრივ გეკითხება ის იმიტომ მოდის რომ იქნებ როგორმე ბოდიშ გიხდება ხო ზაკურულად გაიგე და აბა მომისმინე ეწუთი რა გავიაზროთ ეწუთი იქნება რა რასობა ვამბობ იქნება რო გეუბნები რომ ცოტა ხანი დავასვენოთ ეს ქვეყანა თქვა ის აი ხა რომ მივიდე იქ თქვა და ავიღო მიკროფონი და ჩემო ტკბილებო ჩემო შვილებო ცოტა ხანი ერთი კვირა დავასვენოთ ეს ქვეყანა ხალხი როგორც ბრბო ეგრე შეიძლება თქვენი და რა ვიცი გაწერი აბა შობა რამხელა მნიშვნელობა აქვს თქო და ნახეთ რა ამბავი შობაზე რო თქვა ეხლა კაი წარმოიდგინეთ რამხელაზე დემონიზირებულია ყველაფერი რო თქვა შობას 25 დეკემბერში აღნიშნავდნენ რომ შობასო რაჭაშიო ერთმანეთს წერანო ზოგადად არის ძალიან ქაოსია გიორგი ერთ-ერთი საეკლესიო ისტორიკოსი ამბობდა რომ სანამ მაცხოვარი იშვებოდაო რა ისეთი ქაოსი იყო სამყაროში რომ მაცხოვრის მობრძანების მეტი ვერაფერი ვერ დააწყნებდა ამ სამყაროს მაშინ და ამბობს რომ თარგმანი ესეთი რომ ეხლა ესეთი ქაოსია სამყაროში გამიგე რომ მე მგონი მეორე მოსვლის მეტი ვერაფერი ვერ დაამშვიდებს ამ პატარების შემოსილ კაცობრიობას რა გვაკლია მორჩილება და სიყვარული ხო დაიმახსოვრე არიჩქარო და იკითხე რა მადლობა ძალიან დიდი მადლობა თუმცა აი ღმერთმა იცის რომ მეორეთ მოსვლა რო იყოს ესეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი ვერ ცხონდება და მაგიტომ აი რომ რაღაცა კიდე შანს გვაძლევს და გეხვეწებით გამოფხიზდეთ აუცილებლად დიდი მადლობა თქვენ მადლობა თქვენ გიორგი მადლობა მამა გიორგი მადლობა მსმენელს ყველას მთელ საქართველოს რომ მოგვისმინეთ და დალუცველი და კურთხეული ყავით მრავალშობა ახალწლებს დავწერებოდეთ ყველანი ერთობით სიყვარულით და რითმამო თავდაბლობით სიმდაბლეთ აბა სიმდაბლეთ სამშობლოს სახურებით გულოცავთ ყველას დიახ დიდი მადლობა და მამო რა მაგარი რესპონდენტი ყოფილა მამო თქვენ ცალ-ცალკე კიდე მოხვალ ჩემთან ერთ შემპირით გეხვეწებით აუცილებლად ძალიან მაგარია ოღონდ ხსნილში კი კაი პრობლემა არ არის მამო ნეტა მოხვდი დიდი მადლობა მარტო მსახურობ ტაძარში და ძალიან შეზღუდული დრო ხო და ხსნილში უფრო მაგხომე დრო. კარგით, მაშინ ეგრე იყოს, ոնց მოვზანდი. თქვენ ჩემთვის დიდი პატივი იქნება თქვენი სტუმრობა. მამებს მოვიკითხავთ, ყველას თქვენ ოჯახს მოვიკითხავ, არაჩვეულებრივ. მე მამა იოსებ ხოხონიშვილის ოჯახს მოვიკითხავ. დიდი სიყვარული, ძალიან დიდი სიყვარული და მე კიდევ მინდა მადლობა მოუხადო ყველას. დიახ, მამო თქვენ და დიახ. მამა გიორგი ზაბახიძის ჯანმრთელობისათვის რომ თანხით დაგვეხმარენ ოჯახისთვის. მე პირადად ძალიან ბევრი ხალხი დამეხმარა. მამა გიორგი ჩემი დედაშვილი არის და ღვიძლი გადაუნერგეთ და არა მაქვს უფლება რომ მე მათ ხალხს არ მოუხადო. მამა გიორგი არის მამა თეიმურაზის. მამა სიმავრი. მამა თეიმურაზი ქორიძე რო იყო მისი სიმავრი. აი, მამაოს სიმამრი არის და დიახ. ფობოდიამ გადაუნერგა გმირობა ჩაეგინეს ორი აუცილებლად თელი გულით მოვიკითხავ ძალიან მიყვარს ეს მოძღვარი საოცარი კაცი არის და ნუ მამა თეიმურაზი ყველას გულოცავ და 100,000 წელს სიკეთით დაგიბრუნოთ უფალმა ყველას როგორც ციგნის მეჭდოზე ასევე მამა გიორგის ჯანმრთელობაზე რომ დამეხმარეთ ძალიან დიდი მადლობა მამა გიორგი ძალიან დიდი მადლობა გაიხარეთ ბედნიერებას გისურვებ და ყველაფერი კარგს აი ისე მთხოვდა ლევანი მეუნებოდა ლევანს აუცილებლად რო არ თქვა აქედან რომ მოიკითხო გეხვეწები იმიტომ რომ ისე მეუნებოდა შენზე მოიყვანეო და ისა რომ აი მოგიყვანეს სურვილი აგისრულე და მადლობა ლევანი. მადლობა მამო ბედნიერებას გისურვებ. სიხარულის წელი მოგცეთ ღმერთმა. ამინ ყველა სიხარულის და ერთობის დამდაბლობის. საღამოს დაგიბრუნდებით ორშაბათისათვის აუცილებლად 6-ის ნახევარზე ბოლო გადაცემა იქნება ამ წლის და აუცილებლად არ გამოტოვებთ. კარგად ზანდებოდეთ დროებით. ძალიან დიდი მადლობა.